საღამოშვიდობის გადაცემა 360 გრადუსი იწყებს თქვენთვის მუშაობას. მე ჟურნალისტი ემა ტუხიაშვილი ვარ. 1 ოქტომბრიდან 1 ოქტომბრამდე 13 წლიანი ხანგრძლივობით ხელისუფლებაში. მართველი პარტიის დამფუძნებელი ხალხს ამჯერადაც წერილით მიმართავს. მმართველობის ყველაზე ხანგრძლივი ვადის პირობებშიც კი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ისევ ხელისუფლებაში დარჩენა სურს. შესაბამისად, ხალხს დახმარებას სთხოვს. დახმარება კი ისევ ხალხის ნების საარჩევნო ხმად გადაქცევაში უნდა გამოიხატოს. ითვალისწინებს რა, რომ ხალხის ნდობა ასეთი მარტივი მოსაპოვებელი აღარ არის, როგორც 13 წლის წინ. ბიძინა იმანიშვილი თავის წერილში აქცენტს ისევ მშვიდობასა და სტაბილურობაზე აკეთებს, როგორც საპირწონე იმ ზრახვებისა, რაც მისი თქმით არეულობისა და ურთიერთდაპირისპირების სახით სურთ საქართველოში შიდა თუ გარე მტრებს. ომი და მშვიდობა, სიკეთე და ბოროტება, შავი და თეთრი, ყოფნა არ ყოფნა, მტერი და მოყვარე. ამ ორ უკიდურესობას შორის თავაზობს დღეს ივანიშვილი არჩევანს ხალხს. თუმცა იქვე დასძენს, რომ მათი სიბრძნის იმედი აქვს 4 ოქტომბერს გამოცდას ჩააბარებენ და სწორ არჩევანს გააკეთებენ. რა თქმა უნდა, საარჩევნო უბანზე და არა იქ, სადაც მათი მტრები არეულობის, სახელმწიფო გადატრიალებისა და საკუთარი მიზნების განხორციელების შესაძლებლობას ხედავენ. აქ უკვე დაანონსებული მშვიდობიანი რევოლუცია იგულისხმება. რევოლუციური მოწოდებების გამო დააკავეს დღეს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი დასაკრებულოს მოქმედი დეპუტატი ზვიად კუპრავა. სუსისთვის მთავარი სამხილი მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გავრცელებული მიმართვა გახდა, სადაც კუპრავა მოქალაქეებს მოუწოდებდა 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და ხელისუფლების გადატრიალებისკენ. სუსმა აქვე დაანონსა, რომ ყურადღებით შეისწავლიან ყველა მსგავს განცხადებას და თუ დანაშაულებრივი მიზნით განხორციელებულ ქმედებას და სამართლებრივი შეფასებისა და რეაგირების მიზნით მოხდება მოკლედ ამ ყველაფრის შესწავლა და დაკვირვება. ასე რომ 4 ოქტომბრამდე 4 ოქტომბრის სამზადისში ჩართული პირებიდან დაპატიმრებულთა წრე შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. ამ და სხვა თემებზე ვსაუბრობთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. ირაკლი კუპრაძე მინდა წარმოგიდგინოთ, ლელოძლიერი საქართველოს და გახარია საქართველოსთვის თბილისის მერობის ერთობლივი კანდიდატი. მოგესალმებით ირაკლი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენთან მაინც დავიწყებდი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რომელიც მან გააკეთა უცხოურ ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს TVP World-თან ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში და მან ასეთი რამ თქვა: პოლიტიკური პარტიებისთვის ჩემი რჩევა იყო, რომ ამ არჩევნების იგნორირება მოიხდინათ. პრაქტიკულად არავინ მონაწილეობს და ისინი, ვინც მონაწილეობენ, ამას მთავრობის მხრიდან ზეწოლის ფონზე აკეთებენ. ორი ლიდერი პარტიის, რომელიც მონაწილეობას იღებს, ციხეში იყო და ისინი ფაქტობრივად იმისთვის გაათავისუფლეს, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. რას უპასუხებდეთ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს? რაც არ უნდა უცნაური იყოს, არაფერს არ უპასუხებდი, სამწუხაროა. სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ამ გზავნილით გამოდის სწორედ 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, მაშინ როცა მსგავსი არასდროს არ უთქვამს, არც საჯაროდ, არც სხვა მხრივ. ჩვენი მიზანი არის ის, რომ არ უპასუხოთ ხოლმე უსაფუძვლო ბრალდებებს და ამას ყოველთვის ერთი საფუძვლით ვაკეთებთ. რა არ უთქვამს, რომ ეს არჩევნები არაა და ეს არის კლოუნადა? არა, ის რაზეც ისაუბრობს იქ. ყველაფერს პასუხს გავცემთ 5 ოქტომბრიდან, როცა ბევრი რამ გახდება ცხადი. მათ შორის ცხადი გახდება ცვლილებების შესაძლებლობა, იქ მშვიდობიანი რევოლუცია, არჩევნები და მათ შორის შანსი, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ყველა პროცესს ივანიშვილის წინააღმდეგ. ჩვენ პოზიცია ყოველთვის ასეთი იყო, რომ ბრალდებებს არ პასუხობთ და ერთადერთი მიზეზით, იმიტომ რომ ხვალდაზე გაუცილებელი იქნება ისევ ერთმანეთთან საუბარი. ანუ მიუხედავად იმისა, ვისგან მოდის ეს ბრალდებები, აი ხაზგან ეს რომ სხვა ვინმეს ეთქვა ან გაეკეთებინა მსგავსი ტიპის განცხადება, შეიძლება ამით არც დამეწყო თქვენთან საუბარი, ან საერთოდ არ დამესვა ამასთან დაკავშირებით შეკითხვა, მაგრამ გათვალისწინებით იმისა, რომ ბოლო 8 თვის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი არის ის პოლიტიკოსი, რომელიც საკმაოდ დიდი ნდობით სარგებლობდა ხალხში და ამას
აქციაზე მისი გამოსვლებიც ადასტურებდა, როგორ გამოიყენა ეს ნდობა, ეს კიდევ სხვა საკითხია. არის თუ არა თქვენთვის დამაზიანებელი არჩევნებამდე 2 დღით ადრე ასეთი ტიპის განცხადება? გასაგები. არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია, ვინ ამბობს რაიმე ტიპის უსაფუძვლო ბრალდებას. თავარი არის ის, რა არის ჩვენი პოზიცია და როგორ პასუხობთ ამ ყველაფერს. ცალსახაა ის, რომ ამ დროის განმავლობაში ბევრი ურთიერთდაპირისპირების მცდელობა იყო, ოღონდ ეს ურთიერთდაპირისპირება დარჩა ემა ცალმხრივ დაპირისპირებად. არც ერთი ბრალდებისთვის ჩვენ, რომელიც ოპოზიციურ ველზე ისმოდა, არ გვიპასუხია. არც ერთ ჩვენს სპიკერს, არც ერთ ჩვენს პოლიტიკოს არ უპასუხია არანაირ ბრალდებისთვის. მოდიოდა ეს სალომე ზურაბიშვილისგან თუ სხვა პოლიტიკური ლიდერებისგან, რომლებთან ერთადაც მრავალწლიანი ბრძოლის გამოცდილება გვაქვს. ერთადერთი, ვისაც პასუხობთ და ვპასუხობთ რადიკალურად, წინააღმდეგობრივად, ვადანაშაულებთ კორუფციაში, ძალადობაში, რუსული ინტერესების გატარებაში და ასე შემდეგ, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი. ჩვენ ვამბობთ, როგორც მაშინ ვამბობთ, ოპოზიცია არ გავხდებით და ჩვენი ოპონენტი, ვინც არის ივანიშვილი, სწორება გვაქვს მასზე. იქნება ეს ზოგად პოლიტიკურ დისკუსიაში და მსჯელობაში, თუ იქნება ეს ყველაფერი მათ შორის საბრძოლო სტრატეგიების არჩევის დროს. მათ შორის ჩვენ გაწყვეტილება მივიღეთ და რატომ ამას მილიონჯერ ვისაუბრეთ, იმიტომ რომ ივანიშვილი დავაზიანოთ ყველა ველზე, იმიტომ რომ მისი დამარცხება შესაძლებელია და ივანიშვილის უძლეველობის მითი სამწუხაროდ მცდარად არის ვიღაცების მიერ შექმნილი. თბილისი ჩვენ მოვიგეთ 2024 წელს, გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი 98,000 ხმით მოვიგეთ უპირატესობით. 98,000 ხმის უპირატესობით მოვიგეთ არჩევნებს. ამას ხშირად ამბობთ, ეს არგუმენტი ახლა პირველად არ მესმის თქვენგან, მაგრამ ახლა შეცვლილია ვითარება, ხომ ხედავთ ისთვის არის შეცვლილი თქვენი აზრით? კარგისკენ ქართული ოცნება კიდევ უფრო ძლიერია 2024 წელს. ოპოზიციისკენ უკეთესობისკენ არის შეცვლილი, იმიტომ რომ ვხედავთ ჩვენ უკიდურეს რადიკალიზაციას არა მხოლოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, არამედ ოპოზიციურ ფლანგებს შორისაც. ანუ როგორც ვხედავთ, აი სალომე ზურაბიშვილიც კი პირდაპირ დაგიპირისპირდათ. ანუ მე მესმის რომ თქვენ არ გინდათ უპასუხოთ მის, არ ვიცი, მოსაზრებას, არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გაქვთ უკვე მიღებული გადაწყვეტილება, კი არა და აგერ 2 დღეში არჩევნები გაქვთ უკვე და შესული ხართ ამ ბრძოლაში, მაგრამ რაც შეეხება ამ განცხადების მეორე ნაწილს, სადაც ის საუბრობს, რომ ორმა ოპოზიციურმა ლიდერმა, ანუ ხაზარაძე შეკითხვა მაინც არ უპასუხა. არა, ერთი წუთით არ მოგისმენთ ყურადღებით. კი ბატონო, თქვენი ნება, ისევ როგორც ჩემი ნება, ეს შეკითხვები დავსვა, იმიტომ რომ არ მინდა როგორც თქვენ არ მეოთხეჯერაც მოვისმენთ. ხო, როგორც თქვენ არ გინდათ ალბათ რომ თქვენი ამომრჩეველი და თქვენს ამომრჩეველს დარჩას თქვენი პასუხებიდან დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, ან იმის განცდა რომ თქვენ რაღაცა შეკითხვის პასუხის გაცემას უბრალოდ თავს არიდებთ, ასევე არ მინდა ჩემს მაყურებელსაც დარჩას რაღაცა შთაბეჭდილება, რომ მე რაღაცა ბოლომდე რაღაც შეკითხვებს არ ვსვამ. ანუ ეს განცხადება ჩემი აზრით ორად უნდა თქვენი უფლება მიპასუხებთ თუ არა. ეს განცხადება ალბათ ორად უნდა გავყოთ. ერთი ნაწილი, სადაც ის საკუთარ პოზიციას კიდევ ერთხელ აჟღერებს არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობასთან დაკავშირებით და მეორე, როდესაც ის პირდაპირ არ ვიცი, თავს ესხმის თქვენს პოლიტიკურ ლიდერებს, ვინც ცოტა ხნის წინ დატოვა საპატიმრო და დატოვეს არასაკუთარი ნებით, ვიცით რომ მათ არ მიუმართავთ შეწყალება ისე გამოიცა მიხეილ ყაველაშვილის მათთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღეს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის საფუძველზე. აი, რაში უნდა სჭირდებოდეს სალომე ზურაბიშვილს ამ ტიპის განცხადების გაკეთება არჩევნებამდე 2 დღით ადრე? ეგს უნდა კითხოთ სალომე ზურაბიშვილს. რაში სჭირდებოდა? თქვენ არ გიჩნდებათ ეს შეკითხვა მასთან? არა, არ მიჩნდება მარტივად, ყველაფერზე ვისაუბრებთ მაშინ, როცა ბევრი რამ გაირკვევა 4 ოქტომბრის შემდეგ, 5 ოქტომბრიდან, იმიტომ რომ ჩვენ ვაძლევთ შანსს ერთობას ივანიშვილის წინააღმდეგ. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია ემა, რომელიც არ შედის პოლიტიკურ კინკლაობაში ოპოზიციურ ფლანგთან. ჩვენ ვაძლევთ შანსს ერთობას. ჩვენ ვითმენთ, ჩვენ არ ვპასუხობთ ბრალდებებს, სწორედ ამით ვართ განსხვავებულები და განსაკუთრებულები და მოქალაქეებს ვეუბნებით, რომ ერთად ვიზრუნოთ სწორედ ამ ერთობის გზავნილებზე. თუმცა ის ერთობა, რომელზეც თქვენ ასე ვთქვათ, გამარჯვების ფსონი ჰქონდათ დადებული, არ გამოვიდა. ეს ერთობა გულისხმობდა მთელს ოპოზიციურ ფლანგის პარტიები წყვეტენ გამარჯვების საკითხს. გამარჯვების საკითხს წყვეტს მოქალაქეები და ამორჩევლები. პარტიებად ნუ დაყოფთ ქალბატონო ემა საზოგადოებას, უნდა დავყოთ ღირებულებებით. 23% აქვს დღეს ქართულ ოცნებას დედაქალაქში თბილისში. 23%. 2024 წელს
ჰქონდა 35% მხარდაჭერა. 35%-იანი მხარდაჭერის პირობებშიც კი ოპოზიციამ მოუგო, ოპოზიციურმა ამომრჩეველმა მოუგო 98,000 ხმით უპირატესობით. ანუ 100,000 ხმით. 64 აქვს ქართულ ოცნებას და 55 მე გეუბნებით რეალური კვლევები და მე გეუბნებით არამხოლოდ კვლევები, გაყალბებული არჩევნების შედეგად გამყალბებელმა ცესკომ რა შედეგებიც კი დადო, იმითაც კი გეუბნებით. ანუ ამაში გაყალბების მაჩვენებელიც კი გულისხმობა. გაყალბების მაჩვენებლის გათვალისწინებითაც კი 100,000-ით მეტი ხმა აიღო ოპოზიციურმა ამომრჩეველმა. ფაქტია, ხო? ისევ აი ამ 98,000 ხმაზე საუბრობთ, ირაკლი? არა, ზუსტად მაგაზე ვსაუბრობ, მაგრამ მაგის შემდეგ მე გკითხეთ ამასთან დაკავშირებით, ანუ მესმის რომ ხო სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით არ გინდათ რომ პასუხი გამცემთ? კი ბატონო, გავწიოთ ეს თემა გვერდზე, ალბათ მოვა დრო, როდესაც ღიად ილაპარაკებთ რაღაცეებზე. იმიტომ რომ ელემენტარულად ალბათ საჯარო საკითხებს ეხება, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. სახელმწიფოებრივი საკითხი ეხება ჩვენი სტრატეგიული მოთმინება, რომელიც ერთობაზე არის ორიენტირებული. მე პატივს ვცემ ამ თქვენს მოთმინებას და თქვენს პოზიციას, ამაზე აღარ გავაგრძელებ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ამ საკითხს დავუბრუნდეთ, თუ კი თქვენ იშველიებთ, ასე ვთქვათ, წინა არჩევნების მონაცემებს, როგორ გადანაწილდა ხმები ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, იქ ჯამურად ოპოზიცია უნდა გავითვალისწინოთ, რომელსაც არ ქონდა დაპირისპირების, კონფრონტაციის, გახლეჩილობის ასეთი ხარისხი, როგორიც აქვს ახლა, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილი რამეს იტყოდა, დღე ერთია და ასჯერ გვესმის ოპოზიციური ფლანგისგან ბრალდებები თქვენი მისამართით, რომ ხო, თქვენ ხართ მტრები, თქვენ ხართ მოღალატები და თქვენი გადაწყვეტილებით მონაწილეობა მიიღოთ რუსულ სპეცოპერაციაში, აკეთებთ სხვა არაფერს, თუ არა ლეგიტიმაციას აძლევთ ქართულ ოცნებას. ანუ ხომ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეხა ამომრჩეველიც თქვენი შეკითხვა რამხელა და ჩემი პასუხი. ამომრჩეველიც ორად იქნება გახლეჩილი, ანუ და არ არის იმის გარანტია, რომ ყველა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მოვა, ასე ვთქვათ, საარჩევნო უბანთან. აქ ერთ პატარა ჩართვას გავაკეთე, დიდი ხანია ჩემთან გადაცემაში სტუმრად არ ყოფილიყარ და დამიგროვდა რომ სამწუხაროდ კამპანიაში რთულია ხოლმე ხშირად ეთერებში სიარული, იმიტომ რომ ძირითადად ჩემი საქმე არის მოქალაქეებთან შეხვედრა, ქუჩა-ქუჩასთან, მათ შორის მედიური კომუნიკაცია და ბოლო დღეები ყველაზე მნიშვნელოვანი დღეებია და თქვენთან ვარ სტუმრად და მადლობა ამისთვის. აი გისმენთ ახლა ყველაფერი. ხო, პირველ რიგში 2024 წელს 100,000 ხმით უპირატესობით მოიგო ოპოზიციურმა პროდასვალურმა თბილისმა. მას შემდეგ 35% ჰქონდა ქართულ ოცნებას. 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ და მათ შორის დასახიჩრება, დევნის, პოლიტპატიმრების პირობებში ქართული ოცნების რეიტინგი დედაქალაქში 35-დან ჩამოვიდა 23%-ს. აქეთ მხარეს კიდევ გაიზარდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ავიდა 66%-დან 70%-მდე. ახლა მნიშვნელოვანია რომ შევხედოთ რიცხვებს, შევხედოთ მათ შორის გაყალბების შედეგად ცესკოს მიერ ამოსულ პროცენტებს და ვთქვათ რომ ხო, გაყალბების პირობებში მოვიგეთ ამ ხელა უპირატესობით, იმის შემდეგ ქართული ოცნება კიდევ უფრო დაზიანდა თბილისში, კიდევ უფრო მეტი შეცდომა დაუშვა. ახლა გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა იმის, რომ თუ აქტივობა იქნება სწორ რაოდენობამდე მაინც მისული, ქართული ოცნების დამარცხება დედაქალაქში არის თავისუფლად შესაძლებელი. აქტივობა არის მან ყველაზე მთავარი სიტყვა. მართალი ხართ. ახლა გავაგრძელოთ. აქტივობა საარჩევნო უბნებზე და არა აქციაზე, იმიტომ რომ სხვა ლოკაციაც არსებობს აქტივობისთვის ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის. რა თქმა უნდა. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა ამომრჩეველმა, რომელიც მაგალითად შანსს აძლევს მშვიდობიან რევოლუციას და მაგალითად ერთ-ერთი მთავარი სპიკერის მოწოდებას, რომ 4 საათზე შევიკრიბებით და 8 საათზე გადმოვიბარებთ ხელისუფლებას. თუ ამ პროცესს აძლევს შანსს, რომ 4 საათში ხელისუფლებას იბარებ, წარმატებას უსურვებ ამ პროცესს, ჯადოსნური ჯოხი თუ არსებობს ესეთი, მაშინ შანსი უნდა მისცეთ, მაგალითად თქვენ როგორც მოქალაქე, 15 წუთით მიხვიდეთ საარჩევნო უბანზე და იქაც დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია რუსული გადაწყვეტილებების სისტემის, რეჟიმის და მმართველობის წინააღმდეგ. 15 წუთით საარჩევნო უბანზე უნდა მიხვიდეთ. და მათ შორის აჩვენოთ კიდევ რაოდენობა, თბილისის რამდენი მოქალაქე არის წინააღმდეგ ქართული ოცნებისა. და ამ მრჩევლების საკმაოდ დიდი ნაწილი აპირებს არჩევნებზე მისვლას. მათ შორის ოპოზიციური ამომრჩევლის ნახევარი მაინც აპირებს, ნახევარი მეტი არჩევნებზე მისვლას. მას შემდეგ იმ აქციაზე წასვლას, რომლის ერთ-ერთი მიზანიც არის ამ არჩევნების ჩაშლა?
არ მგონია არჩევნების ჩაშლაზე ვინმე საუბრობს. ზვიად კუპრავა რის გამო დააკავა საკრებულოს მოქმედი დეპუტატია ნაციონალური მოძრაობიდან. გავიგე, ზვიად კუპრავა ხო არ არის ორგანიზატორი ამ აქციის? მათ შორის ერთ-ერთი ასე ვთქვათ ორგანიზატორი არის, როგორც ჩანს, ანუ იქ იყო საუბარი, რომ ეს არის რუსული სპეცოპერაცია და ეს პირველად არ გესმით კუპრავასგან, უშუალოდ ორგანიზატორებისგან მოგისმენიათ, ისინი არ აღიარებენ ამ არჩევნებს და აი როგორ წარმოგიდგენიათ, რა ტიპის ამომრჩეველი წარმოგიდგენიათ ჯერ არჩევნებზე მივიდეს, რომელიც აღიარებს ხომ ამ არჩევნებს და აქვს რაღაცა გარკვეული მოლოდინი ამ არჩევნებისგან და მერე გადაინაცვლოს აქციაზე, რომელსაც დაანონსებული აქვს იმ დღესვე ხელისუფლების მშვიდობიანად დამხობა. მე გეტყვით მარტივად და გასაგებად. თბილისელების საკმაოდ დიდი ნაწილი, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების, ჩემი აზრით, უმრავლესობა აპირებს არჩევნებზე წასვლას. მოითმინოთ 2 დღე და დაველოდოთ შედეგებს. რა შედეგები იქნება? მე წარმოვადგენ მათ შორის იმ თბილისელების ხმებს, ინტერესებს, რომლებსაც უნდათ ცვლილებები, ახლავე უნდათ ცვლილებები, მათ შორის მუნიციპალურ დონეზე. სადაც შესაძლებლობა არსებობს, რომ დაამარცხო ივანიშვილი, დაამარცხო მთელი საქართველოს მასშტაბით და შექმნა წინააღმდეგობის კერები, ეს უნდა გამოიყენოთ. თუ ამას არ იყენებთ, მაგალითად, თუ თქვენ არ მიდიხართ არჩევნებზე, თქვენ ამით ეხმარებით იმას, რომ კალაძის პროპორცია გაიზარდოს, იმიტომ 23%-იან კახა კალაძეს თითოეული არმისული ოპოზიციური ხმა უზრდის პროპორციას. თუ მე არ მივდივარ არჩევნებზე, მაგრამ სახლში კი არ ვზივარ, არამედ მივდივარ აქციაზე, რომელმაც ძირეულად თლიანად უნდა შეცვალოს ეს ხელისუფლება. არა მუნიციპალურ, რადგან მივდივარ, ესე იგი მჯერა, ხო? ანუ რადგან მივდივარ, ესე იგი მჯერა ამ ხმის რომ არ გამოგივიდეთ ამ გაშვებულ შანსზეც აიღებთ პასუხისმგებლობას? არჩევნების შანსზე? დიახ. არჩევნების შანსის არ გამოყენებაზე. აიღებთ პასუხისმგებლობას? მე ამ შემთხვევაში ერთი მოქალაქის სახელით საუბრობ, ხო? მოქალაქეზე გეკითხებით. მე რადგან არ მივდივარ არჩევნებზე, ესე იგი ეს არის ჩემი გადაწყვეტილება და მაქვს მიზეზი, რატომაც არ მივდივარ. იღებთ პასუხისმგებლობას ამ მიზეზებით? არა, მე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ იმაზე, როგორ შეიძლება რა გაყალბების მექანიზმები შეიძლება გამოიყენოს ქართულმა ოცნებამ. იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს წინა არჩევნები და გარანტიაც არ არის იმისა რომ წინა არჩევნებში მოვიგეთ თბილისი. მოურჩეთ, აი წინა არჩევნებში მოვიგეთ თბილისი. ეხლა არის ფაქტი. ფაქტია? მოიგო ოპოზიციამ ჯამურად. ოპოზიციურმა ამომრჩეველმა. ახლა ოპოზიციას საკმაოდ კი, მაგრამ ის ოპოზიციური პარტიებიც შესაძლებელია მე როგორც ამომრჩეველმა ხმა მივეცი 4 ოქტომბერს მიდის აქციას შეიძლება ორგანიზატორებში არ დგას, მაგრამ მხარდაჭერას უცხადებს. ამიტომ გეკითხებით ის 99,000 ადამიანი, რომელიც მეტობაში ყავთ. 98 ბოდიში მეტობაში ყავთ. რა გარანტია გაქვთ, რომ წამოვა არჩევნებზე, მივა საარჩევნო უბანთან, არ შეუერთდება იმ 4 ოქტომბრის აქციას? აი, გესაუბრებით ზუსტად მაგ არგუმენტებით და გეუბნებით. უნდა წავიდეს საპროტესტო აქციაზეც მოქალაქეს, რომელსაც ჯერ და შანსს აძლევს, რომ 4 საათზე შეიკრიბება და 8 საათზე გადაიბარებს ხელისუფლებას. ასევე მოქალაქეებმა უნდა მისცეთ შანსი მაგალითად თქვენს, მაგალითად სხვა ვინც გვისმენს, 15 წუთით მივიდეს საარჩევნო უბანთან და შანსი მისცეს ცვლილებას, მხარი დაუჭიროს ცვლილებას. თუ ამას არ აკეთებ, ესე იგი პასუხისმგებლობას იხსნი პასუხისმგებლობას და ერთი იხსნი შედეგზე პასუხისმგებლობას, მეორე მხრივ პასუხისმგებლობას ღებულობ, რომ შენი არ მისულით 2024 წელს ჩვენი საარჩევნო კამპანიის, საერთო საარჩევნო კამპანიის შედეგი რა იყო? თითოეული ხმა წყვეტს ბედს. და ეს კამპანია როგორც მაშინ იყო სწორი, ისევე არის ახლა ემა სწორი. ახლაც იგივეა ზუსტად თითოეული ხმა წყვეტს ბედს. ამიტომ თქვენ თუ არჩევანს გააკეთებთ, რომ არ წახვიდეთ საარჩევნო უბანზე, მაშინ ამ შანსის არ გამოყენებაზე ასევე უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა როგორც მოქალაქემ. და თუ ეს რაღაცას კონკრეტულ შედეგს ვერ მოიტანს, მინიმუმ შექმნის იმ წინააღმდეგობის კერას, სადაც თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ ყავდეთ წარმომადგენლები, ეს წარმომადგენლები თქვენთვის იბრძოდნენ. ჩვენ ამ კამპანიის პერიოდში ძალიან დიდი წნეხი გავიარეთ, მათ შორის ოპოზიციიდან მართალს ამბობთ, სამწუხაროდ უფრო მეტ დროს ჩვენზე ხარჯავდნენ, ვიდრე მშვიდობიან რევოლუციის თუ სხვა შედეგების მიღწევაზე, მაგრამ ამ აქციის ამ არ ვიცი მსვლელობის თუ მშვიდობიანი რევოლუციის შედეგებს გულისხმობ. მე მჯერა პროტესტის და ამ პროტესტში ყოველთვის მონაწილეობთ და მეორე შანსს ვაძლევთ ყოველთვის ყველა ტიპის წინააღმდეგობას, რომელიც მიმართულია ივანიშვილის წინააღმდეგ. შედეგობრივად რაც არ უნდა გამოვიდეს,
ყოველთვის ამ პრინციპს მიყვებით. თქვენთვისაც შეიძლება ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს. ეხლა კუპრავა რომ არ დაეკავებინათ ამ განცხადებისთვის, აქამდეც მომისმენია, კონკრეტულად შემიძლია პაატა ზაქარაიშვილი დავასახელო, რომელიც თქვენი პოლიტიკური პარტნიორი ამ შემთხვევაში გახარია საქართველოს მერობის კანდიდატია ქუთაისში. მან თქვა, რომ დარწმუნებულია ხალხის მობილიზება, ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის მობილიზება რეგიონებიდან და ქალაქში ჩამოყვანა მათ შორის ხდება იმისთვისაც, რომ საარჩევნო პროცესს შეუშალონ ხელი და ჩაშალონ. აგერ კუპრავამ პირდაპირ თქვა, რომ 500 საარჩევნო უბნიდან ერთი მაინც რომ აბაყირავოთ დომინოს ხო მე გეუბნებით ანუ დომინოს პრინციპით ჩვენ შეგვიძლია თელი საარჩევნო პროცესი ჩავშალოთ ამიტომ გეუბნებით ანუ აი არ მესმის მე როგორც ერთ რიგით მოქალაქეს ძიდი ხანია ვფიქრობ აი მას შემდეგ რაც თქვენს განცხადება გააკეთეთ და სულ მეგონა რომ რაღაცა უარს იტყოდით ამ თქვენს პოზიციაზე დილით არჩევნებზე საღამოს აქციაზე ხო რამდენად არის ეს ორი პოზიცია ერთმანეთთან თავსებადი უბრალოდ ვერ ვხედავ რომ ადამიანმა თან არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და მე რეაქციაზე რისთვის უნდა მივიდეს არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად თუ ხელისუფლების დასამხობად იმიტომ რომ ხელისუფლების დამხობა მათ შორის ამ არჩევნების შედეგების ანულირებასაც გულისხმობს ჩემთვის ასეა და თუ ვწდები აგერ ხართ ბატონო თქვენ კი ბატონო გიპასუხეთ ამ შეკითხვაზე მაგრამ კიდევ ისევ გულმოდგინედ გიპასუხებთ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთი ხელისუფლების ცვლილების ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, მათ შორის არჩევნები. მაგრამ შანსს ვაძლევთ პროტესტის ყველა ფორმას, მხოლოდ მშვიდობიანს, პასუხისმგებლობას ვიღებთ იქ, სადაც გვაქვს ინფორმაცია ან ორგანიზებაზე, ან კონკრეტულ გეგმაზე და ასე შემდეგ. რაზეც გვაქვს ინფორმაცია და რა პროცესაც ვაწარმოებთ ჩვენს პარტნიორ კოლეგა პარტიასთან ერთად, ეს არის გახარიას გუნდი, ერთად მონაწილეობთ ამ პროცესში, შევათანხმეთ, წავედით ურთიერთმნიშვნელოვან ღირებულ კომპრომისებზე, შევქმნით პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი კულტურა, ვიმყოფებით მძაფრ წინააღმდეგობაში, ჩვენს მაჟორიტარებს მერებს აშინებენ, ემუქრებიან, აშანტაჟებენ, ძალადობენ, ჩვენს თანამშრომლებს, კოლეგებს ხარდამჭერებს სამსახურებიდან ათავისუფლებენ და ასე შემდეგ. ეს არის რეალური წინააღმდეგობა, ხან კვერცხებს გვიშენენ, ხან ქუჩაში გვხვდებიან ტიტუშკებით და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივი პროცესია ძალადობრივი რეჟიმისგან, რომელიც ავტორიტარული ყველა ფორმას და ყველა პრინციპს აკმაყოფილებს, ბუნებრივია და იოლი მოლოდინი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს. ის რომ ეს სამართლიანი არჩევნები იქნება, არც ამის მოლოდინი არ გვაქვს. იმიტომ რომ ხო, როცა პოლიტიკური ლიდერები საპატიმროში არიან, ვიღაცები ჩვენები იყვნენ და გათავისუფლდნენ ანუ შეუთანხმებლად რაღაც ნაძალადები შეწყალებით, რაზეც ჩვენ ნათელი პასუხი გავეცით ყაველაშვილს და რუსული ხომალდის მიმართულებით გავუშვით თავის დროზე, მაგრამ გადაფურთხებული ალოკა თავადვე და ეს ნაბიჯი გადადგა. თუმცა სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ გავიგეთ სალომე ზურაბიშვილი, მეხუთეჯერ რო გამიმეორებ, მაინც არ უპასუხებ ისევ ამბობ. ბევრჯერ გაგიმეორებთ, იმიტომ რომ რამდენჯერაც გაგიხარდებათ. ადამიანი, რომელსაც თქვენ იმხელანდობას უცხადებით, მზად იყავით ოპოზიცია თუ გაერთიანდებოდა ერთი მერობის კანდიდატის გარშემო, ეს სალომე ზურაბიშვილი ყოფილიყო. თავადაც მზად იყო. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი პროცესია. რატომ გადაიფიქრა მაშინ თუ მზად იყო? რა მოხდა ასეთი? მას უნდა გითხოთ. მას უნდა გითხოთ ემა. აუცილებლად თუ კი მომეცემა ამის შესაძლებლობა, რადგან თქვენ ხართ. იმედი მაქვს მოგეცემათ. სალომე ზურაბიშვილი მზად იყო გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ყოფილიყო. მე მინდა ემა, მე მინდა რომ ესეთ რაღაცაზე შევთანხმდეთ, რომ გარდა იმ პოლიტიკური ვაქხანალიისა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ხოლმე აწყობს ამ ქვეყანაში, ვისაუბრო იმ პროცესზე, რომელშიც უკვე 2 თვეა ვიმყოფები და სამწუხაროდ არ მქონია შესაძლებლობა რომ თქვენთან ეთერში ყოფილიყავ. ეს იყო საარჩევნო კამპანია, როცა თბილისის ქუჩები, ძირითადი ქუჩები მოვიარე, უბნები მოვიარე, ისეთ ადგილებში ვიყავი, სადაც მგონი პოლიტიკოს ფეხი არ დადგმულა არასდროს. ნახე ტოტალური სიღარიბე, უსამართლობა, ავარიული სახლები, რომელშიც კორპუსები, სახლსროცავ კორპუსებს გულისხმობ, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ და ყოველდღიურად იძინებენ სიკვდილის რისკის
ქვეშ. მათ შორის სკოლებში უფასო კვების პროგრამა, რომელიც ჩვენი მნიშვნელოვანი პროგრამული ჩანაწერია და დაპირებაა. რაც თავის დროზე ჩვენ 2021 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში კოალიციური მუშაობის პირობებში განვახორციელეთ. მათ შორის ის ყოფითი სოციალური ეხლა ხო მოქალაქეს არ ხვდებით ეხლა არა, ეხლა ვესაუბრებ მოქალაქეებს. კი ბატონო, ამ შემთხვევაში აქ ხო მარტო ჩვენ არა ვართ რაღაცა იზოლირებულ სივრცეში. ოღონდ ეს არ არის ის საარჩევნო შეხვედრის ფორმატი. ერთი წუთი. ვიცი რომ ძალიან ბევრი პრობლემაა და მისასალმებელია. მე მგონია რომ მოქალაქეებს არ აინტერესებს პოლიტიკური კინკლაობა, რომელზეც ყოველთვის ორიენტირებულია ხოლმე სამწუხაროდ. დარწმუნებული ხართ რომ მოქალაქეებს არ აინტერესებთ? ეს არ არის პოლიტიკური, ეს არის პოლიტიკური, მოდი ამას დავთქვათ, დებატები დავარქოთ. ეს არის პოლიტიკური მუდმივი კინკლაობა, რომლითაც გადაღალეს პოლიტიკოსებმა მოქალაქეები. ნებისმიერ მოქალაქეს თუ კი აქამდე არის გადაუწყვეტელი, ექნება გასაკეთებელი არჩევანი, რომელი პოლიტიკური პარტია დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. ეხლა ეს ჩემგან თქვენ არ გესწავლებათ ნამდვილად. შეხედულებები არ არის მხოლოდ ის აბა იმან რა თქვა, აბა ამან რა თქვა, შეაფასე, მიდი გალანძღე, აბა მიდი რამე ცუდი თქვი. არ არის ეს პოლიტიკური ღირებულებები. პოლიტიკური ღირებულებები არის ის, რაც მოქალაქეებს აწუხებს, ემა, რაც ყოველდღიურად ახალ კვლევებში ამოდის, რომ ფასების ზრდაზე რა პასუხია, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე რა პასუხია, ყოველწლიურად 6000 სიმსივნის დიაგნოზი რო ისმევა თბილისში, მხოლოდ აი საცობებზე რა პასუხი გაქვს ჩვენი შვილები რო იწამლებიან, რა პასუხი გაქვს უფასო კვებაზე სკოლებში, სადაც ბავშვები ყოველ მეოთხე ბავშვი შიმშილობს. არა, პრობლემები ძალიან სახში ხო არ ვარ თქვენთან სტუმრად, ყავა ჭიქაყავაზე, ქალბატონო ემა. მე ასეთ თემებზე მაყურებლები მიყურებენ და რომელიც შესაძლებელია ჭიქაყავაზე განხილვა, მაშინ სულ სხვა შეკითხვებს დაგისვამდით, მაგრამ მე შორს ვარ იმ აზრის გარდა, რომ ხალხს არ აინტერესებდეს რა მოხდება ქუჩაში 4 ოქტომბერს. საარჩევნო უბანთან მე არ ვიცი რა მოხდება. ერთადერთი რაც ვიცი, გეუბნებით, როდესაც იზღვევთ რისკებს, აი დღეს თქვენი ბრიფინგი ვნახე, სადაც სადემონსტრაციოდ გამოიტანეთ კამერები და თქვით, რომ ყველა საარჩევნო უბანი იქნება ასეთი კამერით აღჭურვილი, იმიტომ რომ ეს გაკვეთილი თქვენ წინა არჩევნებიდან გამოიტანეთ. თავის დროზე ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა. ხო, რომელსაც ახლა ვასწორებ. არჩევნებზე შეიძლებოდა ყველა საარჩევნო უბნის კამერით აღჭურვა და უფრო ასე ვთქვათ არგუმენტირებული ბრალდებებით სასამართლოში წარდგენა? სასამართლოს იმედი რა თქმა უნდა არ გვექნებოდა არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ ვიქნებოდით ბევრად უფრო მზად, ინფორმირებული, მტკიცებულებებით გამყარებული და იქნებოდა ჩვენი ბრძოლა მტკიცებულებებით უფრო მეტად გამყარებული. გქონდა მტკიცებულებები, რომელიც არაერთხელ საგამოძიებო სიუჟეტებში გვინახავს, მაგრამ კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებოდით ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და ეს შეცდომა თუ თავის დროზე 20-მა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ შეძლო პროდასავლურმა ფიქრეთ მაშინ საერთოდ ასეთი იდეა არ გაჩნდა. მე მახსოვს მაშინ დაპირება, რომელსაც იღებდა მოქალაქე, მათ შორის თქვენი პარტია აუცილებლად. ხმებს დაიცავდით, ესეც ვერ შეასრულეთ. სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია, რომელიც შეცდომებსაც აანალიზებს და ამ შეცდომების გამოსწორებაზე მუშაობს. ის შესაძლებლობა, რომელიც ახლა ჩვენ გაგვაჩნია ვიდეო კამერების, მაღალი გარჩევადობის კამერების დამონტაჟებით, ეს მაქსიმალურად ეცდება, რომ დაგვაზღვიოს დამატებით შეცდომები. იქნება თუ არა? გითხარით, სად დადგება? კითხვები, რომელიც გამიჩნდა და ვერ მივიდა პასუხები აი ამ ვრცელი ბრიფინგისგან. ანუ მაგიტომ არ აქვს. ხო, თქვენ ეს კამერები, ამ კამერების განთავსების ნებართვა მოგცათ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ? ნებართვა არ გჭირდება. ნებართვა შიდა პერიმეტრზე, საარჩევნო უბნის შიდა პერიმეტრზე თქვენ რომ ასე ვთქვათ, კამერა დაამონტაჟოთ, რომელიც ლაივ რეჟიმში მოახდენს აი ამ საარჩევნო პროცესის სრულ ჩაწერას, თქვენ ამისთვის არ გჭირდებათ ცესკოს ნებართვა. კანონი გვაძლევს ამის შესაძლებლობას, ცესკოს ნებართვა საჭირო არ არის. თავის დროზე რიგ პარტიებს იშვიათ შემთხვევაში ქონდა 1-2 კამერა საარჩევნო უბნებზე, ამის შესაძლებლობას კანონი იძლევა და ამ შესაძლებლობას ჩვენ გამოვიყენებთ. რატო ვერ შევძლებთ წინა არჩევნებზე? აი, კონდა თქვენ მაგალითად იდეა, თქვენს პარტიას კონდა ეს იდეა და არ იყო ხარდაჭერილი. რო ქონოდა გავაკეთებდით, მაგრამ მაგიტომაც ვამბობთ, რომ იყო შეცდომა, ყველასი შეცდომა, 20-ვე ოპოზიციური პარტიის, დიდის, პატარის კოალიციის მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ეს არა მხოლოდ ამარჩევნებისთვის იქნება. დავასრულებთ, ყველა ხმას დავიცავთ და რის საფუძველზე გვპირდებოდით, ანუ საინტერესო კამერები არ ქონდათ, აი რა ბერკეტები გქონდათ. დავასრულებ უკაცრავად. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ თავის დროზე შეცდომა თუ იქნა დაშვებული, ამ შეცდომების გამოსწორებას მუშაობთ. მათ შორის ეს რესურსი და ეს ზედამხედველობის მონიტორინგის დანაშაულის
გამოჭერის შესაძლებლობა არა მხოლოდ ამ არჩევნებისთვის. მათ შორის ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც მოლოდინის არსებობს. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნება გაზაფხულზე, 2026 წლის გაზაფხულზე. ამისთვისაც სხვა ტიპის მზადებაა საჭირო მოქალაქეებთან კომუნიკაციის კუთხითაც და მათ შორის ხმების დაცვის მიმართულებითაც. ერთსაც კითხავთ კამერაზე, ან ნებართვა არ ჭირდება, მაგრამ ცესკოსთან ალბათ ეს საკითხი შეთანხმებული უნდა იყოს. ახლა რაღაცა სიურპრიზად ხო არ მიხვალთ ყველა უბანზე კამერებით ხელში და მე იქ არ აღმოჩნდეს, რომ რაღაცა მათ აქვს გარკვეული ჭირდება, კანონი გვაძლევს ამ შესაძლებლობას. თქვენ ხო ალბათ გინახავთ, მაგალითად ხმის დათვლის დროს შესაბამისი პირდაპირ ლაივები სატელეფონო ფორმატით. გინახავთ ალბათ ხო? 2020 წელს. მაინც აკრედიტაციაში არ შეგიშვებენ, ხო? არ ჭირდება. კამერით. არ ჭირდება არანაირი აკრედიტაცია. დარწმუნებული ხართ, რომ CSKO რაიმე საბაბით წინააღმდეგობას არ შეგიქმნით ამ კამერების განთავსებასთან დაკავშირებით? შესაძლებელია. ქართულ ოცნებაზე იმის კითხვა დარწმუნებული ვარ თუ არა რაიმეს იკადრებს თუ არა არ ვარ დარწმუნებული. ქართული ოცნების კადრების საარჩევნო პროცესს ხელი, ანუ თქვენ 8 საათზე გამოცხადდებით, ანუ მანამდე 8-ის ნახევარ შეიძლება ცოტა უფრო ადრე კამერით ხელში და შესაძლებელია ამან შეუშალოს ხელი საარჩევნო პროცესის დროულად დაწყებას. რა თქმა უნდა, საარჩევნო პროცესი შეიძლება შეუშალოს ნებისმიერმა ძალადობრივმა გადაწყვეტილებამ, რომელიც შეიძლება ქართულმა ოცნებამ მიიღოს. შეიძლება წინასწარ თადარიგის დაჭერა და გავლა CSKO-სთან, რომ თუ კანონი გაძლევთ ამის უფლებას იცოდეთ მაინც, ანუ გიწევენ წინააღმდეგობას. თქვენი ხათრით ჩავაყენებთ საქმეს. ჩემი ხათრით კი არა, თქვენი ამომრჩევლის ხათრით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ძალიან ბევრი საჩოთირო საკითხია, ხო? არ ვართ ჩვენ ჩვეულებრივ მოცემულობაში. საქართველოს ისტორიაში, დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს არის მე-10 ადგილობრივი არჩევნები და არის ყველასგან აბსოლუტურად გამორჩეული და აღარ დავკონკრეტდები რატო. დაწყებული იმით, რომ პოლარიზაციამ პიკს მიაღწია არ მხოლოდ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, ოპოზიციურ პარტიებს შორის ვხედავთ ძალიან ღრმა პოლარიზაცია, დამთავრებული იმით, რომ 5 პოლიტიკური ლიდერი არის ციხეში. ამიტომაც ვამბობ, რომ ალბათ ყველა თადარიგი უნდა დაიჭიროთ, თუ თქვენს ინტერესშიც არ არის, რომ საარჩევნო პროცესს რამე მხელის ჩატარებას, რაიმე მხელი შეუშალოს, ალბათ უნდა დაიჭიროთ თადარიგი და ეს ტექნიკური საკითხები მაინც წინასწარ მოაგვაროთ. არ მეთანხმებით? გეთანხმებით. ანუ გაივლით CSKO-სთან. გავივლით აუცილებლად თქვენი ხათრით. ისე საჭირო არა, მაგრამ თქვენი ხათრით ამას გავაკეთებთ. კი ბატონო, ანუ როგორც ჩანს, მწვანე გააქვთ ანთებული იქიდან და არანაირი შეფერხება არ იქნება. არა, არასწორი ფორმულირებაა ახლა მით უმეტეს ჟურნალისტისგან ემა მწვანე შუქის ანთებაზე იქედან. მოხათრება არ ივარგებს ახლა თან წინა საარჩევნო თირეკლი. მარტივად გეუბნებთ, არასწორი შეფასება, უსამართლო შეფასებაა თქვენი მხრიდან და არასწორი შეფასებაა. შიმტო შეფასებაა, ეს შეკითხვის შეფასებაში არ შევიდოდი რა კომენტირებაში. რა არის შეფასება? რაც თქვით ახლა თქვენ. მოხათრება რომ არის. არა, რომ ალბათ მწვანე შუქი გაქვთ ანთებული, რაღაცა ვარაუდის. არა, კითხვა დავსვი როგორც. არა, კითხვა არ არის შეფასება. ალბათ მწვანე შუქი გაქვთ ანთებული, არის შეფასება. ცუდი არაფერი არ მithქვამთ, განსაკუთრებით თუ ამის უფლება გაქვთ, რა თქმა უნდა, CSKO ვალდებულია კანონს დაემორჩილოს და ოპოზიციას მისცეს შესაძლებლობა მithmetes. ხო, ამდენ დროს ხარჯავთ, როცა საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ და აი რა ვიცი, რეიტინგებს სამწუხაროდ ვისურვებდი, რომ თქვენთან ერთად გარეთ გავსულიყავი აი იმ კარდაკარზე, სადაც მოქალაქეებს საერთოდ სხვა რამე აწუხებს. საერთოდ სხვა რამე აწუხებს და სამწუხაროდ მედია სივრცეც აცდენილია ხოლმე საზოგადოების რეალურ საჭიროებებს, რომელიც მრავალგზის ჩანს, თუ ესე რაღაცა კარდაკარ არ დავდივართ. ადამიანებთან ერთადაც გავიდეთ და ყველასთან ერთად გავიდეთ, იმედიშ და რუსთავიორის და პოსტივის გარდა, იმიტომ რომ ვისთანაც გინდა იმასთან გავიდეთ, მათთან ერთადაც გავიდეთ. ეს განწყობები მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას აწუხებს რეალური პრობლემები, აწუხებს რუსული რეჟიმი, როგორც ძალადობრივი სისტემა, მაგრამ ასევე აწუხებს მნიშვნელოვანი მათი ყოფითი პრობლემები. სიღარიბე, იმიტომ რომ ამ სიღარიბეში ხედავენ იმ ბრაზს, რაც უნდა მიიმართოს შემდეგ ქართული ოცნების წინააღმდეგ. ამ პროცესში მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებას ამაზეც ველაპარაკოთ. მარტო იმაზე კი არა თქვენ პრობლემებს სამი თვია იმისათვის რომ კონკრეტული პრობლემა გადაუჭრათ და ყურადღებით გადავნებთ ხოლმე თვალს, მათ შორის ახლა კარდაკარ არ გამოყოლილ ვართ, არც არავის მიუწვევი ვარ და არც რა ვიცი ახლა თავში აზრად არ მომსვლია, მაგრამ სულ ვადევნებ ხოლმე თვალს, მათ შორის თქვენ წინა საარჩევნო დაპირებებს. ანუ კი, ნამდვილად არის იმ რომელიმე წინასაარჩევნო დაპირებას შეკითხვა არ გაქვთ? იმ გამოწვევებზე მორგებული, რომელიც დღეს არსებობს საზოგადოებაში, მათ შორის მედიკამენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. რომელიმეზე პრეტენზია ან შეკითხვა არ გაქვთ?
მითხარით მკითხეთ რა. მარტო პოლიტიკურ კინკლაობაზე საუბარი, აბა იმან რა თქვა, აბა ნამა რა თქვა. ხალხის რეალურ საჭიროებებზე მკითხეთ. მისაყვედურეთ, შევა მომეცი. გახსნილი და არ მიკითხავს აგერ სხვა თემებზე ვსაუბრობთ. ირაკლი იმისათვის რომ ეხა ამ მრჩეველი გაიზარდა საქართველოში, ხო? მარტო წინასაარჩევნო დაპირებებით ამ მომრჩეველი აღარ იყვებება ერთი წუთი. იდეები და ღირებულებები ეს არის მნიშვნელოვანი, როგორ უყურებს, იმიტომ რომ მაგალითად გირჩი სრულიად განსხვავებულად უყურებს და აკრიტიკებს ჩემს ხედვას, მაგალითად ჩვენ საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით. სხვა პარტიები საერთოდ სხვანაირად უყურებენ. ეს არის ღირებულებითი სხვაობა. მათ შორის როგორ უყურება ადამიანის უფლებებს, სოციალურ სამართლიანობას, მაგალითად თბილისის მთავრობის როლს საერთოდ პოლიტიკაში. ეს არის ხედვა. არ არის ხედვა, ღირებულებითი საკითხია, იმიტომ რომ ღირებულებითი საკითხი, მაგრამ ამ ყველაფერს განხორციელება ჭირდება, ხო ასია ირაკლი და თანმიმდევრულად რომ მივყვეთ იმისათვის რომ თქვენ გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი გქონდეთ. 5 ოქტომბრის შემდეგ გახდეთ თბილისის მერი. ყავდეთ ვიცემერები, ვინც არიან ორი პარტიის მიერ წარდგენილი და დაიწყოთ იმ პრობლემების გადაჭრა ეტაპობრივად თანდათან, რასაც ხალხს დაპირდით. ამისათვის თქვენ ხალხმა უნდა გამოგიცხადოს ნდობა, რაც შეიძლება მეტი ამ მომრჩეველი უნდა მოვიდეს და თქვენ მოგცეს ხმა. ამიტომ ვსაუბრობ იმ საკითხებზე, რომელიც მეც მაწუხებს და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ჩვენგან, რამდენად დაცული იქნება ყოველი ოპოზიციურად განწყობილი ამ მომრჩევლის ხმა, როდესაც მივა საარჩევნო უბანთან. ისევ კამერების საკითხს უბრუნდები თქვენის ნებართვით თუ შეიძლება. ანუ მაინტერესებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს კამერები დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე იქნება ჩართული თუ აი 8 საათის მერე უფრო საინტერესო ბრჭყალებში პროცესი ხდება ხოლმე საარჩევნო უბნებზე, მერეც გაგრძელდება ლაივ ჩაწერა. ეს კამერები ჩართული იქნება მთელი დღის განმავლობაში, დილის 8 საათიდან უბნის დახურვამდე, ასახავს როგორც ხმის მიცემის პროცესს, ასევე ასახავს ხმის გადათვლის, ელექტრონული დათვლის შემდეგ ხმის გადათვლის პროცესსაც. იდგება იქ, სადაც კანონით არის განსაზღვრული კამერების, მათ შორის მედიის და მათ შორის მსგავსი პარტიული კამერების დამონტაჟების სივრცე. ძირითადად ეს სივრცე არის მიმართული საარჩევნო ურნისკენ, სადაც ჩვენ შესაძლებლობა გააქვს, რომ გაშიფრო თითოეული ადამიანი არის თუ არა იმ უბანზე ჩაწერილი, განმეორდა თუ არა ხმა და ასე შემდეგ. ამის შესაძლებლობა ჩნდება და ჩვენ პირველი შემთხვევა, როცა მსგავსი მონიტორინგის სისტემას ვნერგავთ, არ იქნება მარტივი, იქნება რთული, შეიძლება რაღაც ხარვეზებიც გაგვეპაროს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იქნებით ბევრად უფრო მეტად დაცული, ვიდრე ვიყავით აქამდე. არის კიდევ რაიმე სხვა, რაც წინაარჩევნებიდან გაითვალისწინეთ და ეხლა მით უმეტეს ძალიან შეზღუდული იქნება, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობა და მონაწილეობა, ხო, არჩევნებზე დაკვირვების პროცესში, რასაც გამოიყენებთ, როგორც აი ეს დაკვირვების და გაყალბების ხო პრევენციისგან დაცვის მექანიზმი არის ასეთი რაიმე. დამატებითი მექანიზმები არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი აქტივობა. რაც უფრო მეტი ადამიანი მივა საარჩევნო უბანზე, მით უფრო რთული არის არჩევნებში ხმებით манипуლირება. იმიტომ რომ ის ხმა უკვე ასახულია საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის პროცესი გაზღვევს შენ გაყალბებისგან. აქტივობა, მაღალი აქტივობა, თითოეული მისული ადამიანის საარჩევნო უბანზე ნიშნავს ნაკლებ შანსს ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ გააყალბოს არჩევნები. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა 10 საარჩევნო 10 მცნებიდან პირველი მცნები, რომ თითოეული მისული ადამიანი აზღვევს გაყალბებისგან ისევ იმ საკითხს მივადექით, რომ უკვე ახლა უნდა გააკეთოს მაშინ, რადგან აქტივობა არის თქვენი, ასე ვთქვათ, მთავარი ბერკეტი, ხო, წინაპირობა გამარჯვებისა, ამ მომრჩეველმა უკვე ახლა უნდა გააკეთოს, მიიღოს გადაწყვეტილება, ანუ რჩება სახლში, მიდის აქციაზე, იმიტომ რომ, ანუ საუბრობთ რა თქმა უნდა ხელისუფლებაზე განაწყენებულ ამ მომრჩეველზე, ან მოდის საარჩევნო უბანთან. ეხლა ეს გამონაკლისის შემთხვევები, როგორც თქვენ ამბობთ, რომ ჯერ საარჩევნო უბანზე მივიდეს და რატო ფიქრობთ, რომ გამონაკლისია? იმიტომ რომ განწყობ, აი კი ბატონო, გახარია, ნახეთ, გახარიას რომ ყავს ამ მომრჩეველი, ამაში ხო მეთანხმებთ? რა თქმა უნდა. კი ბატონო, ამას ხო კვლევა არ ჭირდება, ყავს ამ მომრჩეველი. არა, კვლევა ჭირდება, მაგრამ კვლევაც მეუბნება რომ ყავს. ანუ ამ მომრჩეველი ყავს, ხო? რომელსაც შეუძლია გარკვეული გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე. ამაზე ვთანხმდებით.
გახარიას უთქვამ ცოტა ხნის წინ დარწმუნებული ვარ 4 ოქტომბერი როგორც მშვიდობიანი დამხობის ბრჭყალებში თარიღი ოცნების ოფისში გაჩნდა და არა სადმე სხვაგან. მე რომ ვარ მისი ამომრჩეველი ცალსახად აღარ მივალ აქციაზე. გავიგე. ეს რატო გამორიცხავს სხვა ტიპის ამომრჩეველს, რომელიც არჩევნებზეც წავა და აქციაზეც წავა? რომელი ამომრჩეველი უნდა იყოს კიდევ სხვა ტიპის, რომელიც არჩევანზეც წავა, მაშინ როდესაც არა, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გამოვიცხავ, იმიტომ რომ თქვენ ხართ მისი პოლიტიკური პარტნიორი და მაინტერესებს შეკითხვა. არაკვალიფიციური მსჯელობაა, არც სოციოლოგიურად, არც პოლიტიკურად, იმიტომ რომ ჩვენს გარშემო არის უამრავი. მე მგონა გახარიას განცხადებაზე ამბობდით, რომ არაკვალიფიციური მსჯელობაა. არა, ჩვენს მსჯელობაზე ვამბობ, გაგიკვირდება. სანამ ასე ვთქვათ, ჩემს პოზიციას ამ შემთხვევაში და მსჯელობას შეაფასებდი, ჯერ მიპასუხეთ თქვენ ცეთანხმებით, თქვენს პოლიტიკურ პარტნიორს, რომ 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციის სცენარი არის ქართული ოცნების ოფისში დაწერილი. თუ სხვაგვარად ფიქრობთ? სხვაგვარად ვფიქრობ და ჩვენ პოლიტიკური თანამშრომლობა გამოვხატეთ კონკრეტული მემორანდუმით. შავით თეთრზე წერია ჩვენი თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტი. სულ რამდენიმე პუნქტი, ძალიან მარტივად ასახსნელი, გასაგები თითოეული ჩვენგანისთვის და საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ თანამშრომლობთ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების გარშემო. მის მიღმა ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება, შეფასება, ამაში შეზღუდული არ ვართ. ჩვენი თანამშრომლობა ეხებოდა ქალბატონო ემა ერთმნიშვნელოვან საკითხს. 2024 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ძალიან სწრაფად ფორსირებულ რეჟიმში დაიწყო მუნიციპალური არჩევნების წინააღმდეგ ბრძოლა და გამოხატა ეს, რომ მაგალითად გაზარდა მაჟორიტარების რაოდენობა. მაჟორიტარებს გაუქმნა რეალურად პირველი ტური და ზღვარი, მეორე ტურის შესაძლებლობა მოსპო. მას ჰქონდა ერთადერთი იმედი. ერთადერთი იმედი ჰქონდა, რომ ოპოზიცია მიიღებდა არჩევნების მონაწილეობას, მაგრამ იმედი ჰქონდა იმის, რომ ვერ შევძლებდით საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას. ანუ ვერ გადავაბიჯებდით ეგოებს და ასე შემდეგ. ამის იმედი ჰქონდა. თორე არ ეგონა და არ მგონია რომ იმის მოლოდინი ჰქონდა, რომ საჩუქრად ამოუხდებოდა მას შეფუთული ყუთიდან ბოიკოტი. და ამოხდა ეს საჩუქარი მისთვის, იმიტომ რომ სხვა მოლოდინები ჰქონდა, ამიტომაც გააუარესა საარჩევნო გარემო, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ შევძელით, რომ მიუხედავად ამ რეპრესიული კანონმდებლობისა, შევთანხმებულიყავით საერთო კანდიდატებზე. ჩვენ არ გვაქვს დუბლირება არსად. მაჟორიტარებიც, მერებიც მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც შევძელით დასახელება, ყველგან ვერ შევძელით დასახელება, იმიტომ რომ ხარისხსაც ვაქცევდით ყურადღებას და ბევრ მნიშვნელოვან საკითხს. მოვახერხეთ, რომ ეს შეთანხმება დაგვედო და გაგვეკეთებინა. ამიტომ არის ღირებული და მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი კულტურა და ახალი ეტაპი, რომელიც ჩვენ და გახარიას გუნდმა ერთად დავუწყოთ. ანუ ის რომ აი აცდენა გაქვთ ამ პოზიციებში, ფიქრობთ რომ ეს არ დააბნებს თქვენს ერთობლივ ამომრჩეველს? არა, მარტივად, იმიტომ რომ ჩვენ პირველივე წამიდან, როგორც კი მემორანდუმი გავაფორმეთ, ეს მემორანდუმი გამოვაქვეყნეთ საჯაროდ, გამოგზავნეთ ტელევიზიებში, სააგენტოებში და ვთქვით, რომ ჩვენი თანამშრომლობა ეხება 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს, იქ коорდინაციას და ბრძოლას ივანიშვილის წინააღმდეგ. მაინც ვერ მივიღე აი ბოლომდე პასუხი, თუ გადაწყვეტილებას მიიღეთ, რომ საარჩევნო პროცესის შემდეგ შეუერთდეთ აქციას, ანუ იქ იმ აქციას შეუერთდებით, რომელიც დაანონსებულია, თუ შესაძლებელი არ ვიცი, ცალკე გამართოთ აქცია და ან საარჩევნო პროცესი შესაძლებელი დარღვევები. მარტივად გიპასუხოთ, ცალკე არანაირი აქციის გამართვას არ ვაპირებთ, ვიქნებით იქ, სადაც დგას საზოგადოება პროტესტით ივანიშვილის წინააღმდეგ. სადაც იქნება პროტესტი, წინააღმდეგობა, მოძრაობა ივანიშვილის და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ამ ხალხის გვერდით ჩვენ აუცილებლად ყოველთვის ვიქნებით. კარგი და ბოლოს აუცილებლად გკითხავთ, ცოტა დრო დაგვრჩა, თან ისიც მისაყვედუროთ, რომ ნუ მთხოვს ხვის გაკეთებულ კომენტარებზე პასუხსო, მაგრამ ახლა საარჩევნო კონკურენციაში ხართ და თქვენი მთავარი კონკურენტი არის კახა კალაძე. ამას ხო არ ყოფთ. და კალაძეს როცა კითხეს თქვენთან დაკავშირებით, თქვა რომ საერთოდ არ არის ჩემი კონკურენტია, ანუ. დიახ, ნაცნობი სტრატეგია აქვს კახა კალაძეს არჩეული, რომ ის არის უკონკურენტო, ერთადერთი და განუმეორებელი და ამ სტრატეგიით ცდილობს, რომ არ აღიაროს წინააღმდეგობა მის გარშემო. ჩვეულებრივი სტრატეგია, რომელიც ალბათ რუსმა კონსულტანტებმა დაუწერეს. მადლობა, ირაკლი. გადაცემაში მონაწილეობისთვის. ლელო ძლიერი საქართველოს და გახარია საქართველოს თბილისის მერობის საერთო კანდიდატი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამა უნდა გამოვაცხადოთ.
როგორც ვიცი, არ არის რეკლამა კი ბატონო, ბოჯის ვიხდი, შემეშალა. კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება სტუდიაში, მანამდე მე ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გაგაცნობთ, თუკი ინტერნეტი მომცემს ამის შესაძლებლობას. 4 ოქტომბერს საქართველოს თვითონ მოქალაქეს დაიცავს ღვთისმშობელი მარიამი და წმინდა გიორგი აიღეთ ხელში საქართველოს დროშა, იმოქმედეთ და გავიმარჯვეთ. ასეთი განცხადება გააკეთა ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა. მისი თანაგუნდელი პოლიცსაბჭოს წევრი ნაციონალური მოძრაობის ლაშა ფარულავა შემოგვიერთდა. ლაშა, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეს მე მგონი მეორე განცხადებაა, რომელსაც დღის განმავლობაში ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს. თუ არ ვცდები, კი, ასეა. ხო, გია ხუხაშვილმა თქვა, რომ როგორც ვიციო, ისო სრულ იზოლაციაშიაო და აი როგორ ახერხებსო ამ განცხადებების გავრცელებასო, რაღაცა კითხვა დასვა სუსიხუ არ ავრცელებს მის მაგივრად და იქ ნუ პასუხოთ, დავაკმაყოფილოთ ეს ინტერესი, რომელიც არსებობს. გია ხუხაშვილმა იმდენი რამე ილაპარაკა, მათ შორის ისეთი ფორმით აღარ მინდა მაგ კაცს პასუხი გავცე, იმიტომ რომ როდესაც ივანიშვილის კარზე მუშაობდი, ივანიშვილის მე ექსპერტი იყავი, ეხლა ისეთ განცხადებებს აკეთებს, მათ შორის პოლიტიკურ პატიმარზე, პოლიტიკური განცხადების გამო რო არის დაკავებული, ნუ აი ძნელია შეაფასო უშვერი სიტყვების გარეშე, მაგრამ მე თავს შევიკავებ და მას პასუხს აღარ გავცემ, იმიტომ რომ არ ვიცი საიდან მოსდის ამ კაცს გახსოვთ ხო აქცენტი სალამურზე, აი ესეთი მე არ მეგონა აკადემიურობით გამოირჩეოდა ეს ადამიანი და ამ აკადემიური ჩარჩოებით დატოვა და ჩვეულებრივი აი როგორც ტიტუშკები იქცევიან მელიქიშვილზე, აი ცოტა დააკლდა და აი მაგაზეც გადავიდოდა. სამწუხაროა, მისთვის არის ეს ტრაგედია, მისთვის არის ეს მძიმე, მათ შორის მისივე კედელზე სოცმედიაში ხალხმა გასცა პასუხი და საკმარისია მასე ლაპარაკი. მაგრამ მოდი ახლა გადავიდეთ. არის ერთადერთი, რომელსაც გარკვეული სკეპტიციზმი აქვს. სკეპტიციზმის სხვა რაღაცაა და შეკითხვაზე პასუხის გაცემა, რასაც ხადი არ გაურბივართ. ема რაზე ვლაპარაკობთ, იცი? ჩვენ ხო ჯერ ადამიანები ვართ, მე ვართ პოლიტიკოსები, მე ვარ ჟურნალისტები. არ შეიძლება აი ესეთ სივრცეში, სადაც ადამიანები გვიყურებენ, გვისმენენ, იმიტომ რომ ჩვენი აზრები და პოზიციები აინტერესებთ. ჩვენ თუ ამ ეთერს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვიღაცას ბოდიში და ვაგინოთ, ეს მათ შორის მეტყველებს მის ადამიანურ მდგომარეობაზე რა, რომ ძიმეთაა ეს კაცი და ხა მასზე აღარ მინდა კომენტარის გაკეთება, იმიტომ რომ ძიმე დღეშია და უბედურ დღეშია, აღარ მინდა დავამთავრე წერტილი. რა შეეხება? არსებობენ ადამიანები, გადავდივარ 4 ოქტომბერზე მინდა გადავიდე, ვისაც აქვს გარკვეული სკეპტიციზმი, გარდა იმისა, რომ პირდაპირ ბრალდებები ისმის, ხო, ამბობენ რომ რაღაცა აი ქართულ ოცნებამ დაწერა ეს რევოლუციური სცენარი, იმიტომ რომ ამას აწყობს სწორედ ასე მოვლენების განვითარება. აგერ გავანებოთ თავი ხუხაშვილს და სხვებს, ვინც საჯაროდ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, გახარიას ვთქვამ ცოტა ხნის წინ და ეს არ არის ვარაუდით ნათქვამი, დარწმუნებული ვარ 4 ოქტომბერი როგორც მშვიდობიანი დამხობის თარიღი ოცნების ოფისში გაჩნდა და არა სადმე სხვაგან, ანუ აი რა აძლევს გახარიას აი ამ დარწმუნების საფუძველს, ხო, როდესაც მტკიცებით ფორმაში საუბრობს ამაზე და როგორ უპასუხებთ ამას? სკეპტიციზმს და მათ შორის იმ შეკითხვებს უნდა გაიცეს პასუხი, ამიტომ არ მოსული, მოდი ვისაუბროთ, ყველაფერს პასუხი გავცე. კი, გიორგი გახარი არის პოლიტიკურად ფსკერზე. ფსკერზეა რა, ეხლა მიუნხენიდან გველაპარაკება რაღაცა ვიღაცეებზე, მათ შორის პოლიტიკურ პროცესს აფასებს, როცა მისი კოლეგები, ოპოზიციონერები არიან ციხეში. ციხეში არის ყველა პოლიტიკური პატიმარი, ლევან ხაბეიშვილი დაწყებული, ნიკა მელიას დღეს ციხეში მყოფ კაცს მეორეჯერ მიუსაჯეს, მესამეჯერ თუ არ ვცდები. აი საკიჟეთში ვცხოვრობ, ხო? ივანიშვილი ჭკუიდან შეიშალა, ისეთ რაღაცებს აკეთებს. ხა ლევან ხაბეიშვილი ხო ნახეთ რაზე დაიჭირა, ბრალდება არ არსებობს, მტკიცებულება არ არსებობს, ხალხო, სასამართლოში მტკიცებულება, აი ხო იყო ადრე რომ რაღაცა ირიბი მტკიცებულებაც არსებობდა. საერთოდ მტკიცებულება არ არსებობს, ლევან ხაბეიშვილი ისე დააკავეს. დღეს კუპრავა დააკავეს, ნუ ეს ნიშან სვეტია იმის, რომ ივანიშვილს 4 ოქტომბრის ეშინია, იმიტომ რომ რაღაცა ვიდეო ჩაწერა ამ კაცმა,
რომელიც აი მოქმედებაში არ ყოფილა და სიგიჟის გამო დაიჭირეს. კონკრეტული ბრალი აქვს ჩამოყალიბ თუ გვინდა გადავიდეთ კუპრავაზე და გახარიას აუცილებლად დავუდგენთ. გახარი არის პოლიტიკურად ფსკერზე. მისი ეს შეფასებები მიუნხენიდან თან რო სარდელს მიირთვევს, აი მართლა ხალხმა დაინახა ყველაფერი გამოკრისტალდა. აი ყველაფერი არის ხელის გულზე. ემა ნახე ჩვენ გადავიდეთ. თქვენ ხუთზე კაცი გჭირდებათ იმისათვის რომ აი ამ მშვიდობიანმა რევოლუციამ დაანონსებული შედეგი დადოს, ხო? კი ბატონო, აი გადავიდით უკვე მივადექით იმ საკითხს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი რევოლუციური პროცესი დაიწყო 28 ნოემბერს გასულ წელს. ქართველი ხალხი არის ამ პროცესში 300 დღეზე მეტია ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენც ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე. ეს პროცესი სწორედ მაშინ დაიწყო, მშვიდობიანი რევოლუცია 300 დღის წინ დაიწყო და ამას ჭირდება ფინიში. და 4 ოქტომბერი კი არის ბუნებრივი დედლაინი, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდი, არის ბუნებრივი დედლაინი. ნახეთ ივანიშვილი რას ამბობს. ივანიშვილი ამბობს, რომ მე დემოკრატია ქვეყანაში გავაოქმე. მე კონსტიტუცია ბოდიში და ფეხებზე მკიდია. 78 მუხლე აღარ მაინტერესებს და ცხადია თვითმმართველობის არჩევნები კი არა, რუსული სპეცოპერაცია და ჩვენ 4 ოქტომბერს უყურებთ, რომ არა როგორც აქციას, არამედ როგორც დიდგორს. რატომ? იმიტომ რომ დემოკრატიული ოპოზიციიდან პოლიტიკურმა პარტიებმა უარი ვთქვით ამ პროცესში მონაწილეობაზე და ვიძახით, რომ ეს არის რუსული სპეცოპერაციის სპეცპუნქტები, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები და მხარდამჭერები არ უნდა გამოცხადდნენ და უნდა გამოცხადდნენ იქ, სადაც უნდა გადასცეს საქართველოს ბედი, ეს არის რუსთაველის გამზირი. დღემდე არსებობს შეკითხვა, ანუ აი ამ საორგანიზაციო საკითხებში ჩაუხედავი ადამიანების მხრიდან რომ რა გააძლევთ გარანტიას იმისა, რომ სწორედ დაანონსებული შედეგით დამთავრდებაო და შორს რომ არ წავიდეთ, აი ისევ პოლიტიკოსებში ვიტრიალთ, ვისაც წესით უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გქონდეს. ელენე ხოშტარიას განცხადება შემხვდა ცოტა ხნის წინ. მე არ მაქვს ჯადოსნური ჯოხი რომ რეჟიმის დამთავრების რიცხვი და საათი გითხრათ, მაგრამ ის ქუჩის პროტესტი დასრულდება მათ შორის 4 ოქტომბერს გასვლით. მშვიდობიანი რევოლუცია არა მხოლოდ არსებობს, ის ვალდებულებაა. ანუ პოლიტიკური ლიდერების უმეტესობა ამბობს, რომ 4 ოქტომბერიც უნდა იყოს, 24-იც იყოს და კიდევ უნდა გაგრძელდეს პროტესტი, მანამ სანამ ეს ხელისუფლება არ დასრულდება. ყველა ვერ ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ 4-ში დაიწყება და 4-ში დამთავრდება, როგორც ამის თქვენ გჯერათ ან დარწმუნებული ხართ. არა მარტო არ ჯერა, ეს დაგისაბუთებ. აბა დამისაბუთებ. კი ბატონო. ნახეთ ახლა რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის ის პროცესი, რომელიც დაიწყო ქართულ ოცნებაში. ქართულ ოცნებაში არის შიდა დაპირისპირება. ლევან ხაბეიშვილი საუბრობდა რიჟვაძის საქმეზე. რიჟვაძის საქმეზე უფრო მეტი გავიგეთ ლევან ხაბეიშვილისგან, ვიდრე გამოძიებისგან. დღემდე იცით, თავს იკლავდა ეს კაცი თუ კლავდნენ. ამ შეკითხვას პასუხი გაეცა? არა. ლევან ხაბეიშვილი საუბრობდა 300 მილიონზე, რომელსაც რიჟვაძეს თხოვდნენ, საუბრობდა 600 მილიონზე, რომელსაც ღარიბაშვილს თხოვდნენ, საუბრობდა ლილუაშვილს, რომ უფრო მეტს თხოვდნენ. საიდან მოდივართ? ხო არ დაგვავიწყდა? ვარდების რევოლუციამდე საქართველოს ბიუჯეტი იყო 600 მილიონი ლარი, რომელიც არ სრულდებოდა და ახლა 600 მილიონს თხოვენ, მოიცა, როგორ არის? არა, მოიცა, გამასრულებია ემა. შესაძლო კორუფციულ ფაქტებზე და რატო შესაძლო ჟურნალისტების და საერთაშორისო ორგანიზაციებით. შიდა ინფორმაციაზე გესაუბრებით მე, რომ ღარიბაშვილს ეს კორუფციასთან ბრძოლა კი არ არის, ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება. კორუფციასთან ბრძოლა თუ არის და აი ხა ირაკლი კობახიძე რო გველაპარაკება, რომ სახელმწიფო ზიანი მიადგავ. სახელმწიფო ზიანი არ მიადგა მაშინ, როცა რაოესმა მოგიგო საერთაშორისო არბიტრაჟი, ენკამ რომ მოგიგო 383.2 მილიონი ამერიკული დოლარი. თქვენი, ჩემი გადასახდელია და ჩვენი შვილების. ამაზე დაიწყო გამოძიება, ვისი ბრალია რატომ მოხდა? გაბატონებული კორუფცია დაანგრევს ქართულოცნებას. ფაზლები ავაწყოთ და ლევან ხაბეიშვილი საუბრობდა. კიდევ გაქვთ როგორც მე მივხვდი, კიდევ გაქვთ შიდა ინფორმაცია, რომელიც არის თქვენი აი ამ ასე ვთქვათ დამაჯერებლობის საფუძველი. ანუ რა ხდება აი ღარიბაშვილის ახსენეთ, არ ვიცი. აი პირდაპირ 4 ოქტომბერი არ არის პარტიული დღე. ამ პოლიტიკური პარტიების დღე. ეს არის საერთო სახალხო დღე და მე 4 ოქტომბერს მათ შორის ველოდები აქციაზე იმ ხალხს, რომელსაც მე პოლიტიკურად არ ვითანხმები, მაგრამ არა მხოლოდ ჩემია ეს ქვეყანა,
არამედ მათიცაა და ჩვენ ერთად უნდა გავათავისუფლოთ ივანიშვილის რეჟიმისგან. ჩვენ რას ვიძახით? 4 ოქტომბერი არის ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღე. რატო ვიძახით ამას? ჩვენ მთავრობის გადადგომას კი არ ვითხოვთ, ან ვიღაცის გადაყენებას კი არ. ივანიშვილის ნებას ამ თანხმებით, ანუ ელოდე პოლიტიკურად თქვენ არ ეთანხმებთ ლელოსაც. ლელოც აპირებს არჩევნებზე მოსვლას. მათ გულისხმობთ თუ ივანიშვილის ყოფილ თანაგუნდელებს გულისხმობთ? კი, გულისხმობ ზუსტად მათ გულისხმობ. მათ კარს არის რეპრესია მიმდგარი. მათ იციან რა ელით. 4 ოქტომბერი მათთვის არის ეგზისტენციალური დღე. ან გადარჩებიან, ან განადგურდებიან. ივანიშვილი ანადგურებს. საიდან დაიწყო? წოდება თუ დარწმუნებული ხართ, გაქვთ ინფორმაცია, რომ აპირებენ ისინი გამოვიდნენ აქციაზე და შეუერთდნენ ამ აქციას. აი ბოლო პერიოდში მერაბთანაც თქვენს ეთერებში რაც ვისაუბრე, აი თანმიმდევრულად ახდა. რაღაცა ჰიპოთეზას კი არ გთავაზობთ, ფაქტებს გეუბნებით. ჩვენ რომ ვამბობდით ციფრებს, ახლა ამ ციფრებს ამტკიცებს პროკურატურა. 600 მილიონი გავათეთრეთო. რეალურად რუბლი გაათეთრეს, რომელიც დოლარში გადაიყვანეს და ევროში. ეს იცი რამდენია? მარტო ქაღალდი რო ავიღოთ 70 ტონა ქაღალდი გაათეთრეს ქვეყანაში, არც ეროვნულ ბანკში, არც სუსში, არც შემოსავლების სამსახურში. არავისთან დაკავშირებით კითხვა არ დასმულა. რამდენი 10 დღეზე მეტი გავიდა. რა სიგიჟეა? ადამიანები იყვნენ მაშინ ხელისუფლებაში და უმაღლეს თანამდებობებზე, ვისაც თქვენ აქციაზე ელოდებით. სწორად მიგიხვდით, ვის ელოდებით? ღარიბაშვილს, გომელაუს და ლიდუაშვილს ელოდებით. მშვიდობიანი რევოლუციის ხო და მაგაშია საქმე. ამ ხალხმა უნდა დაიწყოს ლაპარაკი იმაზე, თუ ეს ფულის გათეთრების სქემა ვისთან იყო კავშირში. ეს 600 მილიონი ვინ მოთხოვა მათ? ვინ ითხოვს საერთაშორისო სანქციების გამო დაკარგული ფულის ანაზღაურებას? ითხოვს ივანიშვილი. ივანიშვილმა მიიღო ფინანსური ზიანი და კომპენსაციას თხოვს ქართული ოცნების ჩინოვნიკებს, რომელსაც თვითონ აძლევდა საშუალებას, რომ გაეძარცვა ბიუჯეტი, გაეძარცვა ქართველი ხალხი და თვითონ დაიწყო. აი ეს კალაპოტი თავად ივანიშვილმა შექმნა, ხალხო. მითხარით ერთი სახელმწიფო გადასახადი, რომელიც შემცირდა 13 წლის განმავლობაში. მე გეტყვით, რომელიც გადასახადი, სახელმწიფო გადასახადი გაძურდა, მუნიციპალური გადასახადი გაძურდა, პროდუქციაზე აღარ ვლაპარაკობთ, რას უმძიმესი სოციალური მდგომარეობაა ქვეყანაში, არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ დედაქალაქში. გადასახადები რომ მაღალი იყო ამას ქვეყანაში რევოლუცია არ მოუხდენია, ლაშა სხვა რამეზე ვსაუბრობთ რა. მოდი, ასე ვთქვათ, უფრო კონკრეტულად მივიდეთ აი მათ ველოდები აქციაზე. კი, ქართული ოცნების აი იმ პროტოკოცებს ველოდები, რომლებიც გამოყარეს ქოცებიდან. ქართული ოცნებიდან ქოცები გაყარეს და დღეს მედროვეები დგანან, სად იყო 2012 წელს პაპუაშვილი. აი მათიკაშვილის მამა კი ვიცი, სააკაშვილის სუფრაზე თამადა იყო. აი ეს ხალხი მედროვეები ეხლა არიან ქართულ ოცნებაში და ივანიშვილს ეუნებიან, მაგრად გავართო. და ადრე ხომ არ დაგავიწყდათ სონგულაშვილი რო წევდა, მაპატიეთ ხალხო ეს შეგვეშალაო 2023 წელს და მე პოსტი რო წაშალა, რატო წაშალა, იცი? გომელაური და ლილუაშვილი უმტკიცებდნენ, რომ მაგრად გავართო და ნურაფრის თუ გეშინიაო და დღეს ვიზე დგას ივანიშვილის ვერტიკალი ძალაუფლების თვალსაზრისით ვიზე დგას დინარაძეზე, კობახიძეზე და მედროვეებზე, გეკა გელაძე და ეს ხალხი თვითონ რო ნაციონალებს ეძახიან, რეალურად არიან მედროვეები და მედროვეებზე შემდგარი ხელისუფლება კი თიხის ფეხებზე დგას, კი ქართველი ხალხის დიდი ერთიანობა მათ ჩამოამწყრებს. თქვენ ვინ გინდათ ნახოთ ამ აქციაზე და რასაც ვიძახი ის ბუკვალურად სრულდება, რასაც ვამბობდით ახლა პროკურატურა იძახის ამას და ამტკიცებს. ჩვენ არაერთი ფაქტი გარემოება წინასწარ დავაანონსეთ, შემდეგ ქართული ოცნება გამოხდა და ეს ყველაფერი თავად გვითხრეს რომ კი ესეა. და მე რაღაც გითხრათ. კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენთ, კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები გაქვთ, მაგრამ ხა მე ნება მომეცით როგორც ჟურნალისტმა, როგორც მოქალაქემ, ასე ვთქვათ, ცოტა უფრო ობიექტურად ვიმსჯელო. კი, დღეს ნახეთ ჩვენ ბიძირა ივანიშვილის წერილი, სადაც ის საუბრობს, რომ განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდის ღალატს და როგორც ჩანს, გახარიას გარდა კიდევ ვიღაცებს გულისხმობს, მაგრამ აი თუნდაც ეს დაძაბული ურთიერთობა ქართულ ოცნებაში ხომ არ გვაძლევს საფუძველს იმისა, ვიფიქროთ, რომ თქვენთან ერთად 4 ოქტომბრის აქციაზე გამოჩნდებიან ქართული ოცნების ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები. შესაძლებელია ყოფილი, ასე ვთქვათ, ჩინოვნიკებიდან გულისხმობ საშუალო, უფრო დაბალ მენეჯერულ რგოლს ვიღაცები იყვნენ, მაგრამ ეს ხომ გარდამტეხ როლს ვერ
შეასრულებს აქციის მიმდინარეობაში, ხო? ანუ უნდა გამოჩნდნენ სახეები, რამაც შესაძლებელია საპროტესტო მუხტს სულ სხვა ძალა და მიმართულება მისცეს. ამიტომ აი ველოდები უფრო მეტ დამაჯერებელ ინფორმაციას თქვენ. ნახეთ, რა თქმა უნდა, ძალიან სწორი შეკითხვაა და ამაზე უნდა ვისაუბროთ. ეს ადამიანები ჩვენ გვჭირდება, იმიტომ აი პირდაპირ ვიცახი, რომ ივანიშვილის ვერტიკალი ჩამოიშალოს. აი პირდაპირ ვიცახი და ჩამოშლილია. იმიტომ რომ თავად იციან და თვითონ იძახიან, რომ კაცო გომელაურიო პოლიტიკური გუნდიდან გაგდებულია და მძიმე დამნაშავეო გია ვოლსკის აგერ სინქრონი არის, ამოიღეთ აჩვენეთ, რომ ნარკოტიკიო, იარაღიო პირდაპირ გომელაურს მიშვებული ყავდაო ეს ყველაფერიო და ის არის მძიმე დამნაშავეო. ვოლსკიც ამაზე საუბრობდა, მე კი არ ვსაუბრობ, თვითონ საუბრობდა, კაცო. გომელაური მძიმე დამნაშავეა, კაცი იმის გამო, რომ ესენი ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში დღეს მაგნისკის სიაშია და პოლიციელი ამ მოვლენებს რო უყურებს და ხაბაიშვილი ეუბნება გთავაზობ ჯილდოს ვოლსკის, აი გომელაურთან დაკავშირებით. მე ჩემი ამოცანა არის ივანიშვილის დასრულება ამ ქვეყანაში. კი, მის მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას. გაურიგდეთ ტერსაც. არავის არ ურიგდები მე. მე 13 წელი ამ ბრძოლაში ვარ. ამ ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი ქვეყნის მხარეს უნდა დადგეს. ისტორიული სიმართლე ჩვენ მხარეს. გავიგე, მაგრამ მათ ადგილას მე რო ვიყო, რას მთავაზობთ სანაცვლოდ? რაღაც გარანტიები მაინც უნდა თუ ხელისუფლება შეიცვლება. რა მნიშვნელობა ივანიშვილი მომჭრის თავს თუ თქვენ რომ მოხართ ხელისუფლებაში თქვენ წამაცლით. ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიის აღდგენაზე. ნახეთ ჩვენი მიზანი რა არის 4 ოქტომბერს. ჩვენი მიზანი არის რომ დიდი ერთიანობა შედგეს, დიდი წინააღმდეგობა შედგეს, მათ შორის იქნება სიურპრიზები, პირდაპირ ვიცახი სიურპრიზები. აი ხა თქვენ გინდათ რომ გეგმა მოგვიყევი, არ მოგვიყევი. არა, როგორ მომიყვებით გეგმას? გეგმა მოყვა აგერ კუპრავაბ და დააკავეს. მოიცა, აი ხა არასერიოზულია მაგაზე. აი საერთოდ კავშირი არ აქვს კუპრაძის ვიდეოს იმ სიურპრიზებთან, რომელიც ელის ბიძინა ივანიშვილს უხვად. აი ხა გეუბნებით პირდაპირ დიდი ერთიანობა დიდი წინააღმდეგობა ნიშნავს იმას, რომ ქართველმა ხალხმა უნდა აიღოს ძალაუფლება ხელში. უნდა დაინიშნოს ამ ქვეყანაში არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს თავისუფალ სამართლიან გამჭვირვალე გარემოში ის კეთილსინდისიერი ჯგუფი CSKO-ში, რომელსაც ეკნება ქართველი ხალხის ნდობა. აი ამას გეუბნებით პირდაპირ. CSKO უნდა აიღოს და CSKO უნდა გადაიდგაროს არაერთი კეთილსინდისიერი ადამიანი არსებობს, მათ შორის ნინო ლომჯარია, რომელსაც შეუძლია ამ პროცესზე აიღოს პასუხისმგებლობა. მე ხა შეთავაზება აი კი არ ვაკეთებ, უბრალოდ საუბრობ კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ ის რეპუტაცია, რომელიც ჭირდება ამ პროცესს. და რა თქმა უნდა, ჩვენ ივანიშვილს აღარ შევეხვეწებით დაგვინიშნე არჩევნები. აი ხა რაღაცა შემოიტანეს რა, პრევალირებს ესე რომ ვთქვა. რომ ნოემბერში შემადგენლობა როგორ უნდა შეცვალოს? კაცთ მოყარია ნოემბერში გამოუშვებს პოლიტპატიმრეს და მარტში არჩევნებს ჩაგვინიშნავს. ვის სატყუებენ ესენი? არავის არ დაავიწყდეს, რა გააკეთა ივანიშვილმა. გახარიამ რომ თვალები დათხარა ახალგაზრდებს. გამოვიდა ივანიშვილი და პროპორციულ არჩევნებს დაგვპირდა და მე გადაგვაგდო. ხო არ დაგავიწყდათ ეს? და ივანიშვილმა რამდენჯერ უნდა ჩაატაროს ტრიუკი? აი ხალ ჩაუტარებს ნამდვილ ტრიუკს ქართული საზოგადოება. გამოუტანს განაჩენს და ამ განაჩენის აღსრულება მოხდება რუსთაველის გამზირზე. აი ამას გეუბნებით პირდაპირ. ლაშა, CSKO-ს თავმჯდომარეთ რომ წარმოგიდგენთ ნინო ლომჯარია, ეს გავიგე, მაგრამ არა მარტო ნინო ლომჯარია, შემიძლია კიდე ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი ჩამოიყვანოს. მაგრამ CSKO-ს ყავს არსებული შემადგენლობა, რომელიც აგერ 4 ოქტომბერს არჩევნებისთვის ემზადება, სადაც არაერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობს. ანუ აი როგორ აპირებთ არსებული შემადგენლობა შეცვალოთ და ეს 4-ში მოხდება? ესეც 4-ში მოხდება? არის პოლიტიკური პოზიცია, არის სახალხო დღე 4 ოქტომბერი. თუ ლაპარაკობთ პოლიტიკურ პოზიციაზე, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური განცხადება 4-თან დაკავშირებით არსებობს, ჩვენ ამაში არ მონაწილეობთ. ეს არის რუსული სპეცოპერაცია. პირველი რუსული სპეცოპერაცია 2012-მდე ჩატარდა. ყველას დაავიწყდა ბარბარე რაფალიანცის აი ამ პატარა 6 თვის ბავშვის ვარაკად რო შესწირეს საკუთარი ძალაუფლების მოპოვებას და შემდეგ დაიმალნენ და არანაირი გამოძიება დღემდე არ არის ჩატარებული. დედამისი დადიოდა და რა ქვია, ყველას უკაკუნებდა კარზე და არავინ კარს აღარ უღებდა. დაგავიწყდათ ეს რეპლიკად რა ივანიშვილმა? ხო, ყველაფერზე პასუხი არის 4 ოქტომბერი. არის თქვენს მიზნები, თქვენ თქვით რომ აი ეს რაზეც სუსმა დააკავა კუპრავაო, ხო? ზვიად კუპრავა ხო, სწორად ვამბობ. ეს არის სრული ბოდვაო და ანუ აი რა განაცხადა კუპრავამ, რაზე ისაუბრა და ზოგადად მითხარით ეს შედის 4 ოქტომბრის გეგმებში არ შედის. მე პირდაპირ გეტყვით რომ მისი ვიდეო ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია. არა მარტო მე
ზვიად კუპრავას ჩაწერილი ვიდეო არა მხოლოდ მე, არამედ ჩემს მეგობრებს, პოლიტიკურ თანამდებობის პირებსაც ჩვენს ოფისში და პარტიაში არ უნახავთ, იმიტომ რომ ეს პროცესი მან ინდივიდუალურად წამოიწყო და რა ქვია ამაზე გააკეთა აქცენტი შემდეგ ხელისუფლებამ რომ არა მისი შინაარსი ფორმა ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია თუმცა რა თქმა უნდა ეს ადამიანი არის დაკავებული უსამართლოდ იმიტომ რომ არსებობს ხო რაღაცა სამართლებრივი პროცესი და სამართლებრივი პროცესი და პოლიტიკური პროცესი რა ეს თქვენს გეგმაში არ შედის არ ტარდება და რა არჩევნების ჩასვლაზე რაც ტარდება ხა თქვენ არ არის ივანიშვილის ქარვასლა აი პირდაპირ გეუბნებით აი პირდაპირ გეუბნებით ის პროცესი რომელიც ახლა მიმდინარეობს და ჩვენ ვეძახით რუსულს ოპერაციას აი უნკუალურად სახალხო ენაზე ქვია ივანიშვილის ქარვასლა ივანიშვილის ქარვასლაში ვიღაცები დაღწეთ განან რომ აბა დამიწერეთ ციფრი და აი კმაყოფილი ვიქნები იქიდან გახარია აქედან კიდე სხვები აი ეს არის ქარვასლა ივანიშვილის დაღზე მდგარი ქარვასლა არის ონლაინ რა აი ამას უყურებთ ჩვენ ზოგი იქიდან ვირტუალურად ერთვება, ზოგი აქედან მოძღვრავს, რეალურად არანაირი მხარდაჭერა მათ არ აქვს, ვინც კი იყო მათში კეთილსინდისიერი პატიოსანი პოლიტიკოსი, გაეცალა აი ამ პროცესს. რატო აბა ცქიტიშვილი ავიღოთ, რა ქვია, საბაბუაძე ავიღოთ, სხვები ავიღოთ, ანა ნაცვლიშვილი, რატო გაეცალნენ ამ პროცესს? იმიტომ რომ ეს არის ნამდვილად შეურაცხყოფელი ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის, იმიტომ რომ ერთის მხრივ დადიოდე რუსთაველის გამზირზე, სადაც დგანან სინდისის პატიმრების მშობლები და გეუნებიან ეს არ გააკეთო და შენ ამას მაინც აკეთებ მე აღარ მინდა ამაზე დრო დავხარჯო ჩვენთვის მნიშვნელოვანი რა არის რომ ემა ყველამ უნდა გაიაზროს რა 4 ოქტომბერი არ არის ვინმეს მოსვლა ხელისუფლებაში 4 ოქტომბერი არის ქართველი ხალხის დღე და ქართველმა ხალხმა უნდა აღადგინოს ქვეყანაში დემოკრატია შემდეგ უნდა ჩატარდეს ისეთი არჩევნები სადაც ჩვენს და ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქე საკუთარი პოლიტიკური იდენტობის შესახებ გადაწყვეტილებას თავისუფლად მიიღებს საარჩევნო უბანზე, საარჩევნო ყუთთან. ეს არის მნიშვნელოვანი დემოკრატიული ქცევა და დემოკრატიის აღდგენა. ეს არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი. ივანიშვილი აი ამ მოვლენას ებრძვის, მას უნდა რომ შეგვიყვანოს იმ რუსულ ავტორიტარულ ბანაკში, სადაც არანაირი წესები, არანაირი დემოკრატია, არანაირი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ არსებობს და ანონსი წულუკიანის ყველას გაგაუქმებთ, ჯერ იქნება ნაციონალური მოძრაობა, შემდეგ დემოკრატიული ოპოზიცია, შემდეგ კიდევ მედია, იმიტომ რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ვის რაში ჭირდება, თუ ოპონენტი აღარ არსებობს და GDVNS-ის განცხადებით უნდა დავამთავრო. დემოკრატიული მანდატი არ მოიპოვება ოპონენტების დევნის და ციხეში ჩასმით. ეს უთხრა სახელმწიფო დეპარტამენტმა. ეხლა რომ ყაველაშვილიო, სააკაშვილიო თვითონ რო ეშლებათ, რეალურად რას უყურებთ, რომ კი უნდათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენა და იცი რა უნდათ, რომ ივანიშვილს მოუხსნან საერთაშორისო სანქციები. ეს უნდათ, თორე კობახიძე იმის გამო კი არ დადის, რომ ქართველებს რამე ხეირი ქონდეთ. ხეირი უნდა ქონდეს ივანიშვილს, აი ესე უყურებენ და ეს უნდა დავამთავროთ. არა მხოლოდ ივანიშვილი უნდა დავამთავროთ. ეს პოლიტიკური ქარვასლაც უნდა დავკეთოთ და ლაშა ფარულავა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამის შემდეგ პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე შემოგვიერთდება სტუდიაში. გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. დღეს 1 ოქტომბერს კოალიცია, მაშინდელი კოალიცია ქართული ოცნების 13 წლის წინანდელი გამარჯვების აღსანიშნავად ბიძინა ივანიშვილმა თავისი ტრადიციული წერილი გამოაქვეყნა, სადაც ბევრი ისაუბრა იმ მიღწევებზე, რაც ქართული ოცნების ანგარიშზე ამ 13 წლის განმავლობაში დაგროვდა. ისაუბრა ასევე შეცდომებზე, თუმცა მთავარი საფრთხე ქვეყნისთვის მაინც შიდა და გარე მტრების ერთობლივი ძალისხმევა გამოყო იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, შეცვალონ ძალისმიერი მეთოდებით ქვეყანაში ხელისუფლება, თუმცა ისაუბრა ასევე ღალატზე გუნდის შიგნით, რაც საკმაოდ მძიმე გადასატანი აღმოჩნდა მისთვის. ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგია ჩვენი გადაცემის სტუმარი, სწორედ აი ამ წერილით დავიწყებდი თქვენთან საუბარს. თუმცა ერთი კი იკითხება ამ წერილში ცალსახად, რომ 8 თვიანი უწყვეტი პროტესტის და ანონსებული მშვიდობიანი რევოლუციის ფონზე ივანიშვილი გუნდის შიგნით, არ ვიცი, მოღალატეების აღმოჩენის, კორუფციული
სკანდალების გასაჯაროების ფონზე ივანიშვილი არსად წასვლას არ აპირებს. მეტიც არ ჩანს რომ ის რაღაცა კომპრომისული ნაბიჯის გადადგმისთვის იყოს მზად. აი თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ მისი ამ წერილიდან გამომდინარე? არის თუ არა ამოწურული ყველა, ასე ვთქვათ, კომპრომისული შეთანხმების შესაძლებლობა ოპოზიციასთან და მასთან დაპირისპირებულ ხალხთან? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ივანიშვილს ძალიან უყვარს ეპისტოლური ჟანრი და ხშირად განებივრებს ამ თავისი მიმართვებით და წერილებით. განსაკუთრებული მე რო გითხრათ, რომ ამ წერილში ვნახე ბევრი არაფერი იყო, უბრალოდ ადრე თუ იყო დაპირებები, ეხლა უბრალოდ ეს წერილი დაშინებების კატეგორიას განეკუთვნება, იმიტომ რომ ამბობს, რომ თუ ეხლა რაღაცა შეგვეშალა და ასე შემდეგ, ნუ იქნება ქაოსი, იქნება უბედურება და ასე შემდეგ. მოკლედ დაპირებები დაშინებებმა შეცვალა, რაც შეეხება მას თუ ეშინია თუ არა ივანიშვილს, მეც გეთანხმებით იმაში, რომ მაინც და მაინც ახლა დიდი ასე ვთქვათ, ვერ ვიგრძენი, რომ ძალიან შეშფოთებული იყოს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რა ფონიც არის ძირითადად ოპოზიციაში. ოპოზიციაში არსებული ვითარება, როდესაც ორი ფრთა გარდა იმისა, რომ პატივიცენ ერთმანეთის არჩევანს, იქნება ეს ბოიკოტი თუ არჩევნებში მონაწილეობა და ეძებონ გზები, რომ აი ამ მიუხედავად თავიანთი განსხვავებული ტაქტიკისა, ხომ, რომ ოპოზიციური საზოგადოება გააერთიანონ, პირდაპირ მიდიან ოპოზიციური საზოგადოების გახლეჩაზეც, რაც ფაქტიურად ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, თორე მე უბრალოდ არ მესმის ახლა თუ ბოიკოტის მომხრეებს უნდათ რომ რაც შეიძლება ხალხმრავალი იყოს, ხომ აქცია. მაშინ ხომ ბუნებრივად იბადება ასეთი აზრი, რომ კი ბატონო, შენ გინდა არჩევნებზე წასვლა, წადი და შემდეგ მოდი ამ საპროტესტო აქციაზე. ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ ორივე ფრონტზე მოხდეს ბრძოლა, როგორც საარჩევნო უბნებზე, ისე ან ორად გაიყოს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, მაგრამ ამ თვალსაზრისით არც ქართულ ოცნებას აქვს საქმე კარგად, იმიტომ რომ ხილულად და უხილავად ჩვენ ვხედავთ და გვესმის, რომ დაპირისპირება მოქმედ და ყოფილ ოცნების მაღალ ჩინოსნებს შორის სულ უფრო ღრმავდება და ამის არაერთი თვალსაჩინო მაგალითი ვიხილეთ, ხო? ბოლოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ყავთ დაკავებული, მასთან დაახლოებული გარემოცვა, დაკავებული ყავთ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილე, ხომ? ანუ დაკავებული ყავთ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის გარემოცვის წევრები, თავად ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ყოფილი პრემიერის ახლო გარემოცვის წევრი. ანუ აი ეს დაპირისპირება, რომელიც აზიანებს ოპოზიციას, მსგავსი მაგალითები ქართული ოცნების შიგნითაც, ასე ვთქვათ, დუხს და როდის გადმოვა არავინ იცის, ამის იმედი აქვს ხოთეშორის ოპოზიციას, რომ შესაძლებელია პირდაპირ თქვა ლაშა ფარულავანი, რომ ის ელოდება ქართული ოცნების ყოფილ მაღალ ჩინოსნებს, ვისაც მოქმედი ოცნება დაუპირისპირდა 4 ოქტომბერს აგერ აქციაზე. იცით რაშია საქმე, რომ ჩვენთან განსხვავებით დაუშვათ დემოკრატიული ქვეყნებისგან, რომ კორუფცია არის ყველგან, ხო? არის სისტემური კორუფცია. სისტემური კორუფცია დიამეტრალურად განსხვავდება ჩვეულებრივი ასეთი კორუფციისაგან. იქ არის ერთი ადამიანი, რომელიც ვიღაცასთან რაღაც შეეკრა და ნუ ჩვენ სისტემური კორუფცია იმას ნიშნავს, რომ აღებული ფული, კორუფციული ფული მთელ ვერტიკალზე ნაწილდება. ამას იცი რატო ვამბობ, რომ ხო, თითქოს რაში უნდა აწყობდეს ოცნებას ეხლა, რომ თავის ყოფილ მაღალჩინოსნებს აპატიმრებს, იჭერს ათავისუფლ. ორი მიზანია ამას. ერთი რომ ხდება გუნდის ჩანაცვლება, ავტორიტარული რეჟიმებისთვის ეს დამახასიათებელია. როდესაც ახალი ხელისუფლება მოდის, ძველი ხელისუფლის გუნდი მთლიანად მიდის,
ადრე ამბობდნენ ხოლმე მდივნიდან დაწყებული, დამლაგებლიდან დაწყებული მოადგილემდე. ხო, მთელი ვერტიკალის თავისუფლდება და მეორე დაშინება, ყოფილების დაშინება. ერთი კი დააპატიმრეს, მაგრამ რადგან ვლაპარაკობთ, რომ სისტემური კორუფციაა, ეს კორუფცია არის მოდებული მთელ სისტემას. და ყველა ის, ვინც ამ კორუფციაში მონაწილეობდა, არის საფრთხის ქვეშ. ამიტომ ის არასწორი შეფასება, რომ ის მივა მასთან, რა ქვია, 4 ოქტომბერს იქ. ოპოზიციას დაუდგება გვერდში, გადავა მათ მხარეს. არა, ამას არ იზნავს, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ გზა ციხისკენ. ის ამას კი არ გააკეთებს. ის შეეცდება, რომ ქართული ოცნების ვიღაცებთან მოძებნოს საერთო ენა, რომ ის თავისი გარანტია მიიღოს, რომ მას არ დაიჭერენ. ეს ახალი მეთოდი ესეც არ არის. 27-38 გულაგი, ვისაც წაკითხული აქვს ან მოსმენელი აქვს, იმან იცის რა ხდებოდა დაუშვათ დიდი რეპრესიების დროს. იგივეა, ოღონდ ახლა არ იჭერენ, არ კლავენ, უпростоრად არ კლავენ, არ ხვიტავენ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის დაშინა, ანუ თუ ვინმე ფიქრობს, რომ აი ამ არეულობით ისარგებლებენ და ივანიშვილს განუდგებიან, არა, ივანიშვილს კი არ განუდგებიან, პირიქით შეეცდებიან თავისი ერთგულება დაუმტკიცონ. ტყუილად არ ლაპარაკობს ივანიშვილი იმავე წერილში, რომ ღალატზე და მუხანათურ ღალატზე და ასე ანუ გახარიას გარდა ვის გულისხმობს კიდევ თქვენი აზრით? მე ვფიქრობ, რომ გახარია საერთოდ არ გულისხმობს. აღარ გულისხმობს. ანუ ერთ წერილში უკვე ყავს დახსენები, როგორც მოღალატე. არა, კი, მაგრამ ამ შემთხვევაში იქ ღალატთან ერთად მიბმული არის, რომ კომფორტული ცხოვრება მოიწყოს და ასე შემდეგ ხალხის ხარჯზე. უფრო კორუფციული მას გულისხმობს ჩემი შეხედულებით. იმ ჯგუფს ელიტური კორუფციის ჯგუფს შეიძლება ასე ითქვას. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს დღევანდელი ქართული პოლიტიკის ზოგად ჩარჩოშიდაც ჯდება, რომ აი ხალხის ფულს არავის გავატანთ და ვინ მოვატანინებს. არ გულისხმობს უკვე დაკავებულებს? არა, გულისხმობს რა დაკავებულებს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მაგრამ შესაძლოა გულისხმობდეს უფრო ზევითაც. ჩვენ ხო არ ვიცით როგორ გაგრძელდება ეს ვითარება. მის უფრო ახლო გარემოცვის წევრებს, ერთ დროს მისი ყველაზე ახლო გარემოცვის წევრებს შეიძლება გულისხმობდეს? არ გამოვრიცხავ. გააჩნია რა დაჭირდებათ და სანამ დაჭირდებათ ხო გეუბნებით ეს სისტემური კორუფცია ისეთი რამაა, რომ ყველაზე დაბალი კორუფციონერი რომ დაიჭირო, ხომ, შეგიძლია მთელ ვერტიკალს აყვეზევით და როგორც ზევით, ისევე ჰორიზონტალური მიმართულებით. ასე რომ სანამდეაც დაჭირდებათ, მანამ გაგრძელდება. როგორც კი დასრულდება და მეორე ეტაპი არის, როგორც კი ახალი გუნდი ჩამოყალიბდება, ამ კორუფციაზე ლაპარაკი იმ წუთში გაქრება და იმიტომ რომ ახალი ურთიერთობები იქნება და ახალი გუნდიც ზუსტად იგივეს გააკეთებს, რასაც ყველა წინა გუნდი აკეთებდა. ყველა ხელისუფლებაში სხვადასხვა. ხო და სწორედ აი ამ ხელისუფლების ცვლილებას, როგორც თავის გადარჩენის ერთადერთ გზას თავაზობს ოპოზიცია იმ ადამიანებს, ვინც შესაძლებელია დღეს თუ არა ხვალ სწორედ აი ამ კორუფციული სკანდალების პასუხისმგებაში მისცეს ქართულმა ოცნებამ. და ვიცი, ვნახოთ როგორ განვითარდება. თუ ამათ სხვადასხვა ვარიანტია. თუ ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვა, ეს ხალხი ყველაფერს დაალაგებს და იტყვია. მაგრამ სანამ გაურკვეველია ხელისუფლებაში მოვლენ თუ არ მოვლენ, ისინი მებრძოლთა რიგებში არ ჩადგებიან. არც არასდროს ჩამდგარან. არც ერთი ხელისუფლების დროს. არც ერთი. ხო გეუბნებთ საქართველოში 72 წლიდან 1972 წლიდან, როდესაც აი სწორედ ამ კორუფციული მოტივებით მაშინ ნეგატიურს ეძახდნენ. შევარდნაძე მოვიდა ხელისუფლებაში, ალიევი მოვიდა, შემდეგ ლუკაშენკო მოვიდა, მერე სააკაშვილი. მოკლედ, აი ამ იმიჯით, ხო, მებრძოლები ხელისუფლებასთან, ხო, არასდროს არ ყოფილა ისე, რომ ვიღაც კორუფციონერი გადასულიყოს ოპოზიციის მხარეს.
მე ეგეთი რამე არ მახსენდება. კი ბატონო, თქვენი სხვადასხვა ინტერვიუებიდან კი ვიცით თქვენი მოსაზრება, თქვენ არ გჯერათ, რომ 4 ოქტომბერს რაღაც ხელისუფლება შეიცვლება. არ მგონია ხა ამ დღეებში რაღაცა სხვა აზრზე დამდგარიყავით, მაგრამ აგერ გახარიამ საერთოდ ის თქვა, რომ დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერი, როგორც მშვიდობიანი დამხობის თარიღი, ოცნების ოფისში გაჩნდა და არა სადმე სხვაგანო. რა ვიცი, როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, რომ რაღაც არგუმენტირებული იყოს მისი ეს რწმუნება, შეიძლება ასე ითქვას, მისი ეს მოსაზრება პოზიცია. მე არ ვეკუთვნი ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელიც ასე უაპელაციოდ, მე მაშინ არგუმენტი უნდა მქონდეს. მე არ ვიცი, არაფერს არ გამოვრიცხავ ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ გარემოში საერთოდ გამორიცხვა რაიმესი ძალიან რთულია, მაგრამ თუ გახარიას აქვს რაღაც ინფორმაცია, მაშინ უნდა თქვას, რომ ეს ინფორმაცია თუ ინფორმაცია არ აქვს, იცით რა შესაძლოა სადღაც რომს დაუშვათ, რომ სადღაც დაიგეგმა, იქ ხო ხალხი გულწრფელადაც მიდის. რომელსაც გონია, რომ აი ამ 4-ში რომ იქ მივა და დადგება, ხო, ამით მართლა რაღაცა შეძლო 8-ზე თუ არა, 12 საათზე ივანიშვილს გული გაუსხდება და სადღაც გაიქცევა. რაც ხარ არ ეთყობა, მაგრამ მაინც ესე ხო და იმ ხალხის შეურაცხყოფაცაა, ვიცი გულწრფელად მიდის. ამიტომ არასდროს არ მიყვარდა ასეთი განცხადებების და იარლიყების ვერ გამოვრიცხავ ვერაფერს, გულწრფელად გითხრათ, მაგრამ თუ მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს, ახლა პარტიის ლიდერმა ასეთი განცხადებები არ უნდა აკეთოს. ჩვენ უახლოეს ისტორიაში ამან ძალიან ცუდი როლი ითამაშა. რას გულისხმობთ კონკრეტულად? თავის დროზე ხდებოდა კგბ-ს აგენტი, მოკლედ იარლიყების ხო, ყველაზე ისეთ გავრცელებული იარლიყი იყო ამ შემთხვევაში კგბ-ს აგენტი. ახლა სუსის აგენტებს უწოდებენ ერთმანეთს და აგერ ხელისუფლება პირდაპირ ადებს ხელს, რომ ოპოზიციაში არიან სუსის მიერ გადმობირებული აგენტები და ასე შემდეგ. მოკლედ იქნებიან, მაგრამ ზოგადად ამაში მეც დარწმუნებული ვარ, მაგრამ როდესაც პერსონალს ეხება საქმე, პერსონალურად ადამიანს ეხება საქმე, მაშინ უნდა გქონდეს დოკუმენტები, რომ ეს ნამდვილად ასეა. და ბოლოს აი რომ მოვისმინოთ კიდევ ერთხელ არსებული ვითარებიდან გამომდინარე ის მოვლენთა განვითარების შესაძლო სცენარი, რაც შეიძლება ვიხილოთ ჩვენ 4 ოქტომბერს. აი ვნახეთ პატა ბურჭულაძეს მიუმართავს თბილისის მერიისთვის განცხადებით, რომ მერია უზრუნველყოს თბილისში 4 ლოკაციაზე სცენის გამართვის შესაძლებლობა მისცეს და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვოზო, რაზეც მერიისგან მიიღო პასუხი, რომ მხოლოდ ერთ ლოკაციაზე შეუძლია გამართონ სცენა. აგერ ამბობენ, რომ ძალიან ბევრ სიურპრიზს უანონსებენ ხელისუფლებას, თუმცა წინასწარ არ ამბობენ, იმიტომ რომ წინასწარ რომ გარკვეულ მოვლენთა განვითარების სცენარზე ისაუბრა კუპრავამ, დააკავეს, ანუ იქ იგულისხმობდა ერთ საარჩევნო უბანზე მაინც პროცესის ჩაშლა, რასაც დომინოს პრინციპით ზოგადად საარჩევნო პროცესის ჩაშლა მოყვებოდა. მეორე მხარეს აგერ დარწმუნებულია არჩევნებში მონაწილე ოპოზიცია, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მეტია, ვიდრე სახელისუფლებო ამომრჩეველი და თბილისში საკმაოდ კარგი შედეგის იმედი აქვთ. როგორი 4 ოქტომბერი შეიძლება გაგვითენდეს? უბრალოდ დაგვეღამდეს. იცით რა, 4 ოქტომბერი მაინც ისეთი დღეა, ყველა რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ყველა, აბსოლუტურად. ეს ერთი, მეორე მე ძალიან მაწუხებს ერთი რამ, რა თქმა უნდა, გეგმებს თუ უნდა ურავინ უილაპარაკებს, მაგრამ ვინ არის ის ჯგუფი, ვინც ამ აქციაზე პასუხისმგებლობას გისურვებს? ეს ხალხი უნდა ვიცოდეთ, ვინაა. საზოგადოებამ წინასწარ უნდა იცოდეს, ვინ ღებულობს პასუხისმგებლობას 4 ოქტომბრის აქციებზე, რადგან აი თქვენც ახსენეთ, ხო? უბრალოდ ერთს ლაპარაკობს, ამას წინათ ტელევიზიით ვნახე, ქალბატონი რაღაც უცნაური გვარით
საზღვარგარეთიდან რაღაცას ლაპარაკობდა ლებთან ერთად თუ ხო სრულიად სხვას იყო არის სხვადასხვა რაღაცებს ლაპარაკობენ და ეს ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას რომ აი ამ 4 ოქტომბრის ამბები მთლად დალაგებული არაა ცოტა ქაოსურია ვისაც რა უნდა დაახლოებით იმას ლაპარაკობს და იმაზე აკეთებს აქცენტს და არ შეიძლება ასე იმიტომ რომ დიდი ალბათობით შესაძლოა მოიყოს პროვოცირებები და პროვოკაციები და თუ პროვოკაციების მინიმიზაცია გვინდა და უნდადეს ხო ამ ორგანიზატორებს მათ უნდა თქვენ ვინ არის პასუხისმგებელი და წარმართონ ხო ამ 4 ლოკაციაზე რომ არ მიცეს უფლება ეს არც ისე ცუდია მე მგონი მე ამას შეცდომა დაუშვა იმიტომ რომ მაშინ ერთ ლოკაციაზე შეიკრიბება ეს ხალხი და თლად უარესია მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა წარმართოს ეს პროცესი საორგანიზაციო ჯგუფი დაირქვა რაც უნდა ის დაირქვა სულ ერთია ოღონდ უნდა ვიცოდეთ ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი თუმცა პასუხისმგებლობას ისევ და ისევ ხელისუფლებას აკისრებენ იმიტომ რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ხალხის მშვიდობიანი შეკრების უფლება ხო მაგრამ გადაწყვეტილებებს ვიღებულობს დაუშვათ ვინ იტყვის რომ აი დღეს დავამთავრეთ არ დავამთავრეთ ვაგრძელებთ ხვალ ხო ამიტომ პასუხისმგებელი ხო არ შეიძლება აი ესე როგორც ახლა უბრალოდ თქვა დასაჭერი იყო თუ არ იყო ეგ ცალკე თემაა მაგას არ ვეხები მაგრამ აი უბრალოდ მოვიდა იდეა რომ სადღაც უნდა ჩაეშალა არჩევნები რომელიღაც უბანზე ხო ეს უბრალოდ ინიციატივაა თუ ზოგადად ამ 4 ოქტომბრის ორგანიზატორები ასე ფიქრობენ ამბობდა რომ ჩვენ არაფერი არ ვიცოდითო ხო და აი მაგას ამის მეშინია რომ აი ხდება ქაოსური გადაწყვეტილებების მიღება რომელიღაც აქტივისტს თავში მოუვა და შევარდება პარლამენტის შენობაში და მე რა იქნება ამაზე პასუხს ვინ აგებს აი ამიტომ ვლაპარაკობ რომ აუცილებელია ორგანიზატორების და მიტინგი მარტო ბურჭულაძე არ ყოფნის ამ საქმეს სხვები უნდა კიდე ახლა თანაც არ ამგონია თავად ბურჭულაძესაც ჯეროდეს რომ ახლა თუნდაც 200,000 კაცი შეიკრიბოს 8 საათზე ხელისუფლებამ თეთრი დროშები გადმოფინოს და ახალიჩები დაუგონ რომ მობრძანდით პარლამენტი იქნება თუ მთავრობის საქმე ესე მარტივად ესეთი რამეები არ ხდება ამიტომ ჩემი აზრით ყველაზე აუცილებელია მთელმა საზოგადოებამ უნდა მოვითხოვოთ ერთი რამ არ გვინდა რას აკეთებენ მათ იცოდნენ კი ბატონო მაგრამ ვინ არის პასუხისმგებელი ამ აქციის მოწყობაზე და მიმდინარეობაზე თორემ დღესაც არავინ არ იცის 91 წელს ვინ ისროლა რუსთაველზე დღესაც არ ვიცით არც გამოძიება ჩატარებული არც არაფერი რომელსაც მე სამოქალაქო ომი მოყვა და შემდეგ რაც მოხდა ყველა ქვეყანა ქაოსში ჩაიძინა. რატომ ახსენებთ, ანუ ხედავთ ამის რისკს, რომ შესაძლებელია სწორედ ეს გახდეს პროვოკაციის მძიმე ვითარებაა. ძალიან მძიმე ვითარებაა. ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, ზოგადად სოფლიოში შესაძლოა ვიღაცას კიდე ერთხელ ვამბობ, მე ყველაზე მარტივი რამ ვთქვი, რომ ვიღაცამ საკუთარი ინიციატივა გამოიჩინა და ეს გააკეთა და ვიღაცამ შეიძლება ამ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით რაღაც გეგმები ეწყობა. ჩვენ მეზობელ სახელმწიფოში თუ ქვეყნის შიგნით თუ ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში ჩვენ ხო ეს არ ვიცით. ამიტომ არის საჭირო სიფრთხილე და ამიტომ არის საჭირო ორგანიზატორები, რომლებიც ამ აქციაზე პასუხისმგებლობას იღებენ. მადლობა, ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ამ გადაცემის ფორმატში მე და თქვენ პარასკევსაც შევხვდებით ერთმანეთს და შაბათსაც, რა თქმა უნდა. მე ხოლმე დაგემშვიდობებით, ხვალ 13 საათზე გელოდებით გადაცემაში საქმე, ბიზნესის და ეკონომიკურ თემებზე ვისაუბროთ.